მშვიდობისა, როგორც წესი, ასე გესალმებით ხოლმე, მაგრამ ბოლო დროს მგონი ასე უნდა დავიწყო გადაცემა საღამოს სიკვდილისა. სატელევიზიო გადაცემები არა მარტო ჩვენს არხზე, საერთოდაც მთელს მედიაში კრიმინალურ ქრონიკას დაემსგავსა. ასე მოკლული, ისე დამხრჩვალი, ისეთი მკვდარი, ასეთი მსხვერპლი, სისხლიც, ხედარი, გვამი, კუბო, პანდემია და ასე შემდეგ. დღესაც ასე იქნება სამწუხაროდ და ეს უკვე მართლა აუტანელია ჩვენთვისაც და ალბათ თქვენთვისაც ამდენი უსასრულო ლაპარაკი სულ სიკვდილზე. კვლელობა თუ თვითმკვლელობა და უბედური შემთხვევები, რა თქმა უნდა, ყველგან ხდება, არა მარტო საქართველოში. ჩვენსაზე ბევრად უარესიც ხდება, მაგრამ ასეთი ინტენსივობით კრიმინალის გაშუქება იმიტომ გვიწევს, რომ ხელისუფლების მიმართ მოსახლეობაში უნდობლობაა. ჩვენ აღარ გვჯერა, რომ ხელისუფლება სიმართლეს გამოიძიებს. უფრო მეტიც, როცა ჭირდება ის შეგნებულად აყალბებს სიმართლეს და ჩვენ ეს ძალიან ბევრჯერ ვნახეთ. სხვადასხვა საქმეზე დაწყებული, თუნდაც ბოლო საქმეები რომ გავხსენოთ სარალიციდან, გაგრძელებული თქვათ იგივე შაქარაშვილი და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ ხელისუფლების ნაცვლად ვიმუშაოთ და თქვენს თვალწინ ვეძებოთ სინამდვილე. იმ შემთხვევაშიც კი შეიძლება ეს ჩვეულებრივი მკვლელობა იყოს, შეიძლება ჩვეულებრივი დანაშაული ხელისუფლება საერთოდ არაფერ შუაში არ იყოს აქ, მაგრამ უკვე მდგომარეობა მივიდა იქამდე, რომ ყოველთვის ჩნდება ეჭვი, რომ რაღაც ხომ არ ხდება, რაღაც ხომ არ იმალება, რაღაცას ხომ არ მალავენ ამ ყველაფრის უკან და ამიტომაც ლაპარაკობთ სულ მკვლელობებზე, სულ სიკვდილზე და სხვა რაღაცებისთვის ბევრი დრო უბრალოდ აღარ ვრჩება. დაუსრულებელ პანაშვიდად და მიცვალებულთა დამტირებლებად ვიქეცით ფაქტობრივად ყველა ჩვენს და მაყურებლებიც. არა და სიცოცხლეზე მინდა ლაპარაკი, ცოცხლებზე, მაგრამ აი დღეს ისევ გაჩვენებთ ცოცხლებს, რომლებიც მკვდრებზე ილაპარაკებენ. ერთ-ერთი მათგანი მეც ვარ, გიორგი გაბუნია, ცოცხალი, რომელიც ვილაპარაკებ დღეს ბევრსთან მკვდრებზე. ეს არის პოსტფაქტუმი, მთავარი ხართ თქვენ და თქვენი სიცოცხლე. ახალი გარემოებები თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩვენ ვიწყებთ ახალი ინფორმაციით. ჩვენთვის გახდათ ცნობილი, ჩვენ გავარკვიეთ, რომ გარდაცვალებამდე თამარი იმყოფებოდა სოფელ მაწევანში. ჩვენი ჟურნალისტი ლაშა კვესელაძე იმყოფებოდა დღეს იქ, სადაც სიცოცხლის ბოლო საათებში ბაჩალიაშვილი გადაადგილდებოდა. ლაშა ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. ლაშა, საღამომშვიდობის. ლაშა, რა გაარკვიე შენ უფრო დეტალურად, სად იმყოფებოდი დღის განმავლობაში და როგორ მოიპოვე ეს ინფორმაცია, თუ რა მარშრუტით გადაადგილდებოდა თამარი? ეს დეტალი აქამდე არ იყო ცნობილი, რომ ის მაწევანშიც იმყოფებოდა. სიმართლე რომ გითხრა, ჩვენ არც ვეგმავდით თავიდან თქვათ მაწევანში ჩასვლას, იმიტომ რომ ჩავედით იმ სოფელში, სადაც ვიცოდით, რომ ის ბოლოს ნახეს ადამიანებმა, ეს არის სოფელი გოლთეთი და კიდევ ჩავედით იმისთვის, რომ იქნებ რაიმე ახალი დეტალი, იქნებ ვინმე გაესაუბრა, იქნებ ვინმე მას იქნებ რაიმეს თქვა, იმიტომ რომ მქონდა ესეთი ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ ადგილზე მან იკითხა თითქოს და რაღაც გვარი, ანუ თითქოს და მქონდა მას რაღაც მისამართი და ამის გასარკვევად ჩავედით. გავისაუბრეთ იქ ადგილობრივებს და აი ამ საუბრის დროს გაგვიჩნდა ესეთი მოსაზრება. დავაკვირდით თამარ ბაჩალიაშვილის მიერ სოფელ გოლთეთში გავლილ გზას. რა გააკეთა მან? კარგად რომ წარმოიდგინოს მაყურებელმა, ტრასიდან უნდა გადაუხვიო მარჯვნივ ამ სოფელში და შემდეგ პირველი ადგილი, სადაც მან შეუხვია და მოატრიალა მანქანა, არის გზიდან მესამე, ანუ ცენტრალური გზიდან მესამე შიდა ქუჩა. ანუ ის შედის ხელმარცხნივ, ტრიალდება და ეშვება დაღმართზე სოფლისკენ. და ასეთივე მოძრაობას კიდევ რამდენიმეჯერ აკეთებ და სულ ბოლოს იმ გზის ბოლოში რომ ხედავს რომ აღარსა წასასვლელი არ არის, ტრიალდება, არის ესე მოედანივით მოსატრიალებელი, ტრიალდება და თითქოს და აგრესიულად ბრუნდება უკან. და ისევ იმავე გზას გამოდის უკან, ანუ გადის ამ სოფლიდან. შემდეგ დავაკვირდით რუკას კარგად. რა უნდოდა მას, რას აკეთებდა ამით, ანუ ცდილობდა ხელმარცხნივ, სოფლიდან ხელმარცხნივ გაღწევას.
რუკაზე დავაკვირდი და ვნახეთ რომ ზევით არის, ამის ზევით ზუსტად, ანუ გზის ცენტრალური გზის გაგრძელებაზე კიდევ ერთი გადასახვევი და გაგვიჩნდა ეჭვი. ხომ არ შეეშალა მას გადასახვევი და უფრო ადრე ხომ არ გადაუხვია მან, ანუ ერთი სოფლით ადრე ხომ არ გადაუხვია ხელმარჯვნივ. ლოგიკურია, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ ამის შემდეგ ის ეცდებოდა, რომ თავისი დანიშნულების ადგილი არ ვიცით რა მიზანი ქონდა მას, ქონდა თუ არა რაიმე მისამართი და როგორ გადაადგილდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, მას ცადა გზის გაგრძელება და ეს ეჭვი გქონდა და გადაუხვია შემდეგ სოფელში მარჯვნივ და იგივე გზა გავიარეთ. ხელმარცხნივ გადაუხვიეთ და შიდა ქუჩებში ვეძებდით. და აი ამ ძიებისას ბევრი დრო არ დაგვჭირებებია. რამდენიმე წუთში ერთ-ერთმა გამრელმა გვიცხა რომ კი, აქაც ნახეს ეს გოგონა, ოღონდ მას პირადად არ ყავდა ნანახი. შემდეგ კიდევ ბავშვებსაც გავესაუბრეთ, მათაც დაგვიდასტურეს და ესე კითხვა-კითხვით მივადექით ერთ-ერთ ოჯახს. სადაც გამოკითხვის შემდეგ დაგვიდასტურეს, რომ ნამდვილად მათი ოჯახის წევრმა დაინახა რიცხვი ემთხვევა, დღის მონაკვეთი ემთხვევა, აღწერილობა მანქანის და ყველაფერი ემთხვევა, ნამდვილად დაინახა ესეთი ავტომობილი, ესეთი გოგონა. ეს ქალბატონი, რომელსაც ჩვენ ვესაუბრეთ, ვინც დაინახა უშუალოდ არ იმყოფებოდა სოფელში, მაგრამ ოჯახის წევრმა მოგცა ტელეფონის ნომერი და იქიდანვე დაურეკეთ ჩვენ მას და მოგვიყვა ყველაფერი დეტალურად. რას ცulis ეს გარემოება, რომ თქვათ თამარის სოფელ მაწევანში იმყოფებოდა და ესე ეძებდა რაღაც მარშრუტ და თითქოს რაღაც დანიშნულებისგან მიდიოდა. რა შეცulis აი ეს ახალი გარემოება ამ საქმეში შენი აზრით? ორი აზრი გამიჩნდა, ერთი ის რომ უფრო ამძაფრებს იმის ეჭვს, რომ ის რაღაცას ეძებდა. ის არ მიდიოდა უბრალოდ სადღაც არ ეძებდა რაღაც ისეთ ადგილს, sadაც ესე წყნარად და მშვიდად, თქვათ, განზრახვას მოიყვანდა სისრულეში, თითქოს და რაღაც კონკრეტული თვითმკვლელობისთვის რაღაცა უბრალოდ დაფარული ადგილი, რაღაცა მინდორს ან უბრალოდ ხეებს არ ეძებდა, აშკარად დასახლებულ პუნქტებში გადაადგილდებოდა. ხო, დასახლებულ პუნქტებს ეტანებოდა და არა ვთქვათ, რომ მაშინ წავიდოდა ძალიან ახლოს არის იქვე, რო გასწდები შემდეგ ამ მეორე სოფელსაც და ძალიან მალე რამდენიმე წუთში ხელმარჯვნივ თითქმის გზის პირას არის ის ადგილი, სადაც ბოლოს ნახეს ავტომობილი და მასში გარდაცვლილი გოგონა. სულ თავისუფლად შეძლებდა ამის გაკეთებას, გზიდან ჩანს დაუსახლებელი ადგილი, მაგრამ მეორე საკითხი, რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება, მას რომ ქონოდა ტელეფონი და ქონოდა ნავიგაცია, არ გაუჭირდებოდა ესე ძებნა. ალბათ ნავიგაცია მეტნაკლებად ყველას გამოგვიყენებია და მიგვიყვანს ხოლმე დანიშნულების ადგილამდე. არა, თითქოს და ის განგება არ იყენებდა ამ შემთხვევაში ნავიგაციას, ელექტრონულ საშუალებებს. შეიძლება ქონდა კონკრეტული მისამართი ან გვარი, რომელსაც ის ეძებდა. შეიძლება კონკრეტული სახლი, ქუჩა, არ ვიცი. და შენ ამბობ, რომ ნავიგაცია შეიძლება შეგნებულად არ იყენებდა, გულისხმობ იმას, რომ შეიძლება მალავდა იმას არ უნდოდა, რომ ვიღაცას შემდეგ მისი მიეკვია მისი მარშრუტი. ასევე გაკონტროლებული იყოს. კი, მეტი დაცულობისას ნავიგაცია ჩართული. უსაფრთხოების სპეციალისტი იყო, რამდენადაც ვიცით, კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი იყო და ეს ელემენტარული წესებია. ვიმყოფები თქვენ სახლთან და აქ მითხრეს, რომ ესე იგი თქვენ დაგინახავთ თამარ ბაჩალიაშვილის სავარაუდოდ. მართალია ეს? აი, შეგიძლიათ მითხრათ ზუსტად რა დაინახეთ, როდის და როგორ? ზუსტად დრო არ მახსოვს, მაგრამ საღამო საათებში დავინახე პატარა მომცრო ნაცრისფერი მანქანა და მხოლოდ მძღოლი დავინახე გოგონა. დიახ. და საიდან საით მიდიოდა, ანუ ტრასიდან სოფლის მიმართულებით თუ სოფლიდან პირიქით? სოფლის მიმართულებით, დიახ, სოფლის მიმართულებით. რაიმეს ხომ ვერ გაიხსენებთ, მაგალითად, აი სწრაფად მიდიოდა, მოუხვია, თქვათ, ზოგ მანქანას ეთყობა, რომ ანერვიულებულად ატარებენ, ან ასე შემდეგ. რაიმე დამახასიათებელი. მარტო იჯდა არ იყო მარტო. ანუ მინები აწეული იყო და ნელა მიდიოდა, ხოთშორის სწრაფად დაგაულა. აკვირდებოდა რამეს, თქვენ ამ დროს გარეთ იდექით თუ რა? აკვირდებოდა, დიახ. მე ეზოში ვიყავი. და უბრალოდ შემთხვევით შევამჩნია. აი აკვირდებოდა, ანუ სახლებს უყურებდა, ხო? დიახ, დიახ. და სახლებს რომ უყურებდა, ხომ არ უკითხავს მე, ხომ არ გსმენიათ, რომ სოფელში ვინმეს კითხა, ან უკან გამოვლილი ხო არ გინახავთ? არა, მსგავსი არაფერი აქვს ჩვენი. ხო, და თქვენ აი რო გახედეთ, ბოლომდე გაიარა მე, გაცდა თქვენ სახლს და გააგრძელა გზა? დიახ, კი ბატონო. დავაზუსტებ, დაახლოებით დროის რა პერიოდი იქნებოდა და რომელი რიცხვი? 18 იყო და არ მახსოვს ზუსტად, საღამო საათები, ანუ ვერ გავიხსენე ზუსტად დრო. მარტო იყო რა მითხარით?
დიახ, სავარაუდოდ მარტო იყო, იმიტომ რომ ანუ არ ვიცი, არ შემეხედავს უკან ისე. ჩაცმულობა ხომ არ გახსოვთ სათვალე ეკეთა ან რამე ესეთი ან მანქანის ნომერი? სათვალე არ ეკეთა. სათვალე არ ეკეთა, მქონდა უკან დაწეული. დიდი მადლობა ლაშა, გემშვიდობებით ლაშა კვესელაძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში, ვაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს. თამარ ბაჩალიაშვილისგან გავლილი მარშრუტის შესწავლის დროს რჩება შტაბ-ბიჭდება ამაზე ვსაუბრობდით ახლა ლაშასთან ერთადაც, რომ თამარი რაღაც ძალიან კონკრეტული მიზნისკენ მიდიოდა, კონკრეტულ წერტილს ეძებდა. შესაძლოა მას ჰქონდა მისამართი და ასე მიდიოდა დანიშნულების ადგილისკენ, შეიძლება ეს მისამართი მას ვიღაცამ მიუთითა ან ვინმეს უნდა შეხვედრო და არ ვიცით. მისი მობილური შემოწმებით ალბათ გაირკვევა ძალიან ბევრი რამე. ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში კვლელობის აშკარა ნიშნები არ იკვეთება. უფრო თვითკვლელობის ან სუიციდამდე მიყვანის. ან არ არის გამორიცხული ეს კარგად ინსცენირებული თვითკვლელობაც იყოს. როგორც სხვა შემთხვევებში კითხვა აქაც ძალიან ბევრია. შაქარაშვილის საქმეში ბევრი საინტერესო დეტალის აღმოჩენის შემდეგ ჩვენი ჟურნალისტი დავით აბრამიშვილი ახლა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გადაერთო. თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი 22 ივლისს აღმოაჩინეს მისსავე ავტომანქანაში თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე დაუსახლებელ ადგილას. საავტომობილო გზიდან რამდენიმე ათეულ მეტრში 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. ძალიან დიდი ეჭვი გამიჩნდა. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავ. მე მინდა რომ საქართველოს ახალგაზრდობა მშვიდობიანი ცხოვროს თავის ქვეყანაში. ყველა ხვალინდელი დღეს იმედით იცხოვროს, ჩემ როგორც ჩემი შვილი ცხოვრობდა, გავიდეს და სახლში დაბრუნდეს მშვიდობიანად. თამარი იმ დღეს დილით ადრე დგება და ფონიჭალიდან მარნეულის მიმართულებით მიდის. როგორც კამერებზე ჩანს გადაადგილება სწრაფად. ჭკვიანი კამერები მას ბოლოს ხაიშთან აფიქსირებს. რამდენიმე დღის განმავლობაში თამარს გამოძიებაც სწორედ ხაიშის მიმდებარედ ეძებს, თუმცა პარალელურად ვრცელდება თვითმხილველების ნაამბობი, რომ მსგავსი ტიპის ვერცხლისფერი ჰიუნდაი გოლთეთშიც დააფიქსირეს. შაბათი დღე იყო 12 ასე პირველი რაღაც წუთები შემოვიდა რომ დავინახეთ ამ ჩვენსკენ მომსვლელი გოგონა ხა აქეთ სხვა რავინ არ ცხოვრობს აქ მე ვცხოვრობ აქია აქ ჩემი რძალი ცხოვრობს და რომ გასწორა აქეთ კი გაგვიყვირდა და მე ჩეულებრივად მოვიტრიალდა აუღელვებლად არანაირი აღელვება არანე და მაშინ დავინახეთ და იამთქვა რომ ეს ბავშვიაო და რომ შევხედე მეთქი ეს გოლთეთელი არაა თქვა არც გამოუხედია ჩვენსკენ მინა აწეული ქონდა თუკი თამარს თვითმკვლელობაა განზრახული და ის სახლიდან მოშორებით მოდის მას გზად რამდენიმე მსგავსი ტიპის ლოკაცია აუცილებლად შეხვდებოდა. მნიშვნელოვანი და ალოგიკურია ისიც რომ თამარი პირველად სოფელ გოლთეთში შედის, სადაც ის მისგან სამხრეთით ცდილობს გასვლას და არ კითხულობს უცხო ლოკაციაზე თუ რა ადგილასაა ის. ანუ ადამიანი როდესაც უცხო ადგილას ხვდება პირველ რიგში ლოგიკურად ინტერესდება თუ რა ადგილია, სად არის ის. თუმცა თამარი ამით არ ინტერესდება, მას განზრახული აქვს სამხრეთით წასვლა. შესაბამისად, ლოგიკურად ჩნდება ეჭვი, რომ მას ვიღაცასთან კონტაქტი აქვს, რომლის მეშვეობითაც მან ზუსტად იცის თუ სად უნდა მივიდეს ის. ამის შემდეგ გოლთეთიდან ის დაბლა ისევ აიაქ, ტრასაზე ჩამოდის და შესაძლოა მაწევნის გზას ეძებს, საიდანაც ან ის ფარცხისისკენ ან ალგეთის წყალსაცავისკენ გასვლას გეგმავდა, თუმცა ამას ჩვენ ახლა ზუსტად და გადაჭრით რა თქმა უნდა ვერ ვიმსჯელებთ. ამაზე პასუხს თამარის მობილურიდან ამოღებული ინფორმაცია და კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაცია გასცემს პასუხს. გოლთეთში ავტომობილის მოძრაობა და შემდგომ იქიდან უკან დაბრუნება ლოგიკურ ეჭვს აღძრავს, რომ მას ზემოთ ფარცხისისკენ ან სოფელ ჩხიკვთას გავლით ალგეთის წყალსაცავისკენ სურდა წასვლა. რუქაზე ამ ადგილებზე მოსახვედრად მითითებულია, რომ გოლთეთიდან გზა გადადის, თუმცა ეს გზა გაუვალია, რის გამოც შესაძლოა თამარი უკან დატრიალდა. ანუ მას გოლთეთის ასახვევი შესაძლოა მაწევანის ასახვევში შეეშალა და თუკი მობილური 2 საათზე ითიშება, რატომ ვართ დარწმუნებულები, რომ სიკვდილი სწორედ ამ პერიოდში დადგა? ამ მოსაზრებას ამტკიცებს სოფელ მაწევანის მკვიდრიც. თქვენ დაგინახავთ თამარ ბაჩალიაშვილი სავარაუდოდ. მართალია ეს? აი, შეგიძლიათ მითხრათ ზუსტად რა დაინახეთ, როდის და როგორ? ზუსტად დრო არ მახსოვს, მაგრამ საღამო საათებში დავინახე პატარა მომცრო ნაცრისფერი მანქანა
და მხოლოდ მძღოლი დავინახე გოგონა. დიახ. და საით მიდიოდა, ანუ ტრასიდან სოფლის მიმართულებით თუ სოფლიდან პირიქით მიმართულებით, დიახ, სოფლის მიმართულებით. რატომ წავიდა, ვის შეხვდა და როგორ დაბრუნდა? ეს მხოლოდ ვარაუდებია, თუმცა საკმაოდ ურთიერთ გამომრიცხავი. ერთის მხრივ უკანასკნელი თვითმხილველი აღნიშნავს, რომ მაწევანში დაინახა. თუმცა იქვე მეორე სოფელშიც აღნიშნავენ, რომ თამარს მალევე მოჰყვა მეორე მანქანაც. სხვა რაღაც მანქანა იმასთან ერთად დაახლოებით 10-15 წუთის მერე იყო რაღაცა წითელი მანქანა. წითელი მანქანა ვერ გვიტყვი ახლა რა მანქანა იყო, მანქანებში კარგად ვერ ვარკვევ, მაგრამ ფირმა მანქანა იყო. თუკი შემთხვევის ადგილას ცხელ კვალზე ავტომობილის გადაადგილებას დავაკვირდებით, უკანასკნელი მანევრი არასტაბილურია, გარემო კი სწორი. ავტომობილი სანამ გაჩერდება, ზიგზაგურ მოძრაობას აკეთებს, ანუ შესაძლოა მძღოლი ამ დროს არასტაბილურ მდგომარეობაშია. თუკი თამარი აი აქ გზიდან ამოვიდა და დავაკვირდებით აი ამ ადგილს, რომელიც გაშლილი მდელოა და არც ქვაღორღიანია. ლოგიკურად თამარის ავტომობილს აი აქ ამ ადგილას მსგავსი ტიპის ზიგზაგური მანევრი არ უნდა განეხორციელებინა იმისთვის, რომ ის აი ბოლოში ხესთან მისულიყო. საეჭოა, თუკი თამარმა დალია მომაკვდინებლად დიდი რაოდენობის მედიკამენტები, ქაღალდის ნარჩენების ისევ იმ ჩანთაში დააბრუნებაზე იზრუნა, საიდანაც ისინი ამოიღო. ჯერჯერობით არც მკვლელობის და არც თვითმკვლელობის ხილული მოტივაცია არ არსებობს. თუმცა იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ თვითმკვლელობაზე, აუცილებელია თავდაპირველად გამოძიება მაქსიმალურად ობიექტური ფაქტებით მკვლელობის ვერსია გამორიცხოს. თამარ ბაჩალეიშვილის ხელს რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ აი აქ ამ ადგილას პოულობენ. ავტომობილი ჩაკეტილია და მისი შუშებიც აწეული. თამარის ხედარს უკანა სავარძელზე პოულობენ. შესაბამისად, თუკი შუშები აწეულია, ეს გვაფიქრებინებს იმასაც, რომ შესაძლოა აქ კონდიცირება მას ჩართული ქონოდა. თანაც გოლეთში ბოლოს ვინც ნახა, ისინი ცალსახად აღნიშნავენ, რომ თამარ შუშები აწეული ქონდა. არის თუ არა ავტომობილში საწვავი. ეს უტყუარი მტკიცებულება იქნებოდა იმის, თუ რამდენ ხანს იმუშავა ავტომობილმა. თან ჩვენ თუ სპეციალური დანადგარით გადავამოწმებთ, ადვილი დასადგენი იქნება ისიც, თუ როდის შემოვიდა და როდის იქნა დაქოქილი ავტომობილი აქ ამ ადგილას. თუკი თამარი სიცოცხლისთვის სახიფათო მედიკამენტებს აი აქ უკანა სავარძელზე მიიღებდა, პირველ რიგში დაიწყებოდა თაუბრუსხვევა, შემდგომ ცივი ოფლი დაასხამდა, მერე იქნებოდა პირღებინება, კრუნჩხვები და დადგებოდა სიკვდილი. მნიშვნელოვანი გარემოება ისიც აღმოაჩინა თუ არა აქ გამოძიებამ პირღებინების რაიმე ტიპის კვალი. Да, в большом количестве. დიახ, უმრავლეს შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს პირღებინება, მაგრამ არა ყოველთვის. შესაძლებელია ჯერ პულსაცია დასცემოდა, შემდეგ კი მიძინების პროცესში მისულიყო სიკვდილამდე. ხშირია შემთხვევები, როცა ქალები სუიციდის მსგავს ფორმას ირჩევენ, ანუ შედარებით უმტკივნეულო მედიკამენტოზურ ინტოქსიკაციას. გარდაცვალების ადგილს კი ცნობიერებაში დაალექილ იმ ადგილების შესაბამის ირჩევენ, რაც მათ სიცოცხლეში საუკეთესო წუთებს უკავშირდება. თუმცა ის, რომ თამარი სამსახურის მერე სტრესულ მდგომარეობაში ან ტირის, ეს აპრიორი არ მიუთითებს თამარის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ან სუიციდზე. ძალიან გახსნილი, ძალიან კომუნიკაბელური, ძალიან ვერაფერს ვერ მომჩენდი თამუნას, გულჩახრობილობის, კარჩაკეტილობის და ასე შემდეგ. იმისთვის, რომ მივიდეთ თვითმკვლელობამდე, უნდა გამოვიცხოთ მკვლელობა. მაგას ვერ გამოვიცხო. ანუ თვითმკვლელობამდე შორს ავარჩი. ცალსახაა, რომ ისი სამსახურის კომპანია ზეგის ირგვლივ დღესაც ბევრი კითხვის ნიშანია. კონკრეტულად, რა სამუშაოს ასრულებდა და რა მიიყვანა შესაძლო თვითმკვლელობამდე თამარი. სამსახურიდან წამოსვლის მიმოწერაშიც მას არ სურს ხელმძღვანელის ნახვა და თანამშრომელს თხოვს, რომ გადასცენ მისი დანამარები და იქვე ურთავს მოწყენილ სმაილს. სამსახურთან მე უფრო მეტი და დიდი ფართო არეალის კითხვები გამაჩნია და მარტო წრულმანით მე არ შემოვიფარგლები. ამას უკვე დანარჩენი ურთიერთობებიდან გავარკვევ მე სამსახურთან დამოკიდებულება და სამსახურის შიდა სამსახურს. ვიცოდით რამე ზეგის შესახებ? არა, იმიტომ რომ რამდენი წკითხე იმაზე აბანზე ამიგდო სიტყვა. დაღუნიანს რო ხედავდი, გული იმიტომ მიკვდება 4 თვეა, დაჟე ცოტა მეტი. გული მიკვდება, არაფერს მეუბნებოდა. ან მაგალითად, რაში დაასჭირდა კომპანია ზეგის დირექტორს განცხადება მედიასთან, რომ დიახ, სწორედ მან მიაწოდა იდეა ოჯახს, რომ ტელევიზიებისთვის დაერეკათ და გაუჩინარებული გოგოს შესახებ ეთქვათ. მე პირადად უთხარი, რომ დაერეკა ახალ ამბებში, რომ
იქნებ დაჩქარებულიყო პროცესი, ჩვენ თვითონ გადავეცით. მე მივწერე ნომერი სად უნდა დაერეკა, რომ თქვენ დაგეწყოთ ამაზე გამოკვლევა. ეს დედამ იმავე დღეს გამორიცხა. ჩვენ დღეს მაინც კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ, მართლა მოხდა თუ არა ასეთი ფაქტი. მე უკვე მედიასთვის მიმართული მქონდა. ანუ მას არ ურჩევია რომ ჩვენთვის მოგემართოთ. არა. ფაქტია, ჯერ ისევ არ ვიცით. გახსნილია თუ არა გამოძიების მხრიდან 23 წლის პროგრამისტის პირადი კომპიუტერი. ჯერ გასახსნელი არის ეს კომპიუტერი, გასახსნელია ეს მობილური ტელეფონი. მიუხედავად იმისა, რომ მე მოთხოვნილი მაქვს ამავდროულად ვიკითხე, მიუხედავად ექსპერტიზის ჩატარების პერიოდულობის სად არის ანძებიდან ამოღებული სატელეფონო ზარები განხორციელებული პასუხია შემდეგი, რომ ველოდებით განჩინება აღებულია და ველოდებით შესაბამისი სატელეფონო ჩანაწერებს. გასაკვირია, აქამდე რას აკეთებდა გამოძიება. ანაბარზე შესაძლოა დიდი თანხის არსებობაც გარკვეულ ეჭვს იწვევს. ეს მაშინ, როცა ოჯახს არ ჰქონდა ინფორმაცია თუ სად მუშაობდა თამარი. ლოგიკურად ისმის კითხვა, ხო არ მანიპულირებდა ვიღაც შემდგომში ამ თანხებით, ან ხო არ თეთრდებოდა მისი ანგარიშიდან ფული, რომელსაც შემდგომ თამარი ვიღაცას აძლევდა, ან საიდან მოხვდა მედიაში პირადი ინფორმაცია მის ანგარიშზე არსებული თანხის შესახებ, რომელზეც სტომა ჯერ მხოლოდ გამოძიებას აქვს. ფაქტი არის, რომ ჩემამდე არ არის და მე წავიკითხე ის მოთხოვნები, რაც გაგზავნილია და თუ ისე გავიდა საგამოძიებო ორგანოებიდან, რომ ჩემამდე არ მოსულა და მე გუშინ გამაცნეს და გუში ვნახე ჩემი თვალით, მაშინ აღარ დავასრულებ იმ სიტყვას, რა სიტყვას ამას მოყვება, როდესაც მე ხვალე მივალ და იქ დამხვდება მთელი საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები და პასუხის გაცემა მოუწევს, საიდან აღმოჩნდა მაშინ ტელევიზიაში და გადაცემებში აღნიშნული ინფორმაცია. თუკი თამარი სახლიდან მოშორებით რამდენიმე კილომეტრს გადის იმისთვის, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს და იქვე ტოვებს წერილს, რომ ანაბარზე თანხაა და ეს თანხა ოჯახმა გამოიყენოს. თამარი საკმაოდ განათლებული ჭკვიანი გოგოა, ის უცხოეთში სწავლობდა და გამორიცხულია ლოგიკურად, რომ არ ცოდნოდა მას, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში თანხა ისედაც წერილის და მითითების გარეშეც ოჯახს დარჩებოდა. ძალოვანი სტრუქტურის განცხადებამ და მინიშნებამ ფსიქოლოგზე საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია, რაც გარკვეული სტიგმის მიკერებას უფრო გავდა, ვიდრე ინფორმირებას საზოგადოებისთვის, თუ რა ეტაპზეა იმ წუთში გამოძიება. საქმეში არსებულ მასალებს, მათ შორის ფსიქოლოგის ჩვენებასაც, თუ კი ასეთი არსებობს, სისხლის სამართლის საქმეში ადვოკატი სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გაეცნობა. ვინაიდან გარდაცვლილის მამა პროკურატურამ უკვე ცნო დაზარალებულის უფლებამონაცვლედ. მანამდე კი საზოგადოება მსჯელობს იმაზე, რა მიზანს ემსახურებოდა გამოძიების მხრიდან გარდაცვლილის ფსიქოლოგთან კონსულტაციების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება. რატო აგორდა ამხელა ტალღა ფსიქოლოგისთან მიმართებაში ვერ ხვდები. ფსიქოლოგი ეს არის ერთ-ერთი ჩვეულებრივი, შეიძლება თუნდაც მეგობრული რჩევის მომცემი და რამე პრობლემის შემთხვევაში სულად უმნიშვნელო პრობლემაზე შეიძლება მიმართოთ ფსიქოლოგს, რასაც თქვათ ვერ შეიძლება უთხრათ ახლობელს, მეგობარს, ოჯახის წევრს და ასე შემდეგ. დიდ ეჭვს იწვევს მამის ნათქვამიც, რომ გამომძიებელმა მას დაურეკა და განუცხადა, რომ მისი გოგო დიდ შარში იყო. რას ემსახურებოდა ეს ზარი? ან განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თავი შეეკავებინათ გზის პიკეტირებისგან და არც მთავარ არხს დაკონტაქტებოდნენ. თქვენი გოგო შარშია, ერთი ეუბნებოდა, რომ გაიხსნა კომპიუტერი, მეორე ეუბნებოდა პოლიციელი, რომ არ გაიხსნა კომპიუტერი, მესამე თუ რომელიღაცა ეუბნებოდა, რომ ხო შევთანხმდით, რომ არანაირ აქციას არის. ანუ რაღაც ვაჭრობას ჰქონდა ადგილი, ამან უფრო შოკის მდგომარეობაში ჩააგდო ოჯახი, დავარქვათ იმ პერიოდში შულდაკარგული მშობლები. და ჩემთვის ძალიან გაუგებარი არის სამართალდამცავი ორგანო ხარ და არა სამართალდამრღვევი ორგანო. მას შემდეგ, რაც მიხეილ რამიშვილმა საქმე აიღო, როგორც ის ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, გაიზარდა აგრესია მისი და მისი ახლობლების მიმართ სოციალურ ქსელებში. ბოტები ყოველდღიურად თავს ესხმიან.
თვალთვალი და აგრესია ანალოგიურზე საუბრობენ ემპათიაშიც. ისინი უკვე ამ კვირაში სახალხო დამცველისთვის მიმართვასაც გეგმავენ. ჩვენი ექსპერტი უკვე შეწუხებულია. და ამაზე მე მინდა მიმართო სახალხო დამცველსაც, რომ ესე იგი პრაქტიკულად არის შეტევა ამ ადამიანზე, ყოველ წუთას урეკავენ, რაღაცა ოფისში გვითვალთვალებენ და სადღაც ქუჩაში ხვდებიან, ეროვნებაზე ხაზგასმაც იყო და რაღაცა შეტევა, ესე ვთქვათ, პრაქტიკულად რაც ნიშნავს ეთნიკური ნიშნის დისკრიმინაციას, ხო? აი ესეთი აგრესიული ქმედებები და ჩვენ ნახეთ კიდევ, ხო, ზოგიერთი სახელისუფლებო, ასე ვთქვათ, საინფორმაციო საშუალებამ როგორ გააშუქა ეს საკითხები, ხო? ანუ არის გარკვეულწილად ხელშეწყობა მთელ საზოგადოებაში გარკვეული აგრესიულობის. ადვოკატი ისევ ველოდება დრონიდან გადაღებულ კადრებს. გამოძიებამ თავად აღნიშნა, რომ ისინი ძებნის დროს დრონებს იყენებდნენ. რაც შეეხება კამერების ჩანაწერებს, მიხეილ რამიშვილი დღეს არა კონკრეტული დროის, არამედ იმ ვიდეო ჩანაწერებსაც ითხოვს, სადაც მანქანა ჯერ არ ჩანს. ანუ მას მთელი დღის სურათის აღდგენა სურს. ჩანაწერები 112-დან ამოღება. ჩემი მოთხოვნა არის ძალიან ფართო და უფრო მოცულობითი და უფრო მეტ დროს ვითხოვ ვიდეო ჩანაწერები, კამერების ჩანაწერები. ეს ძალიან ფართო არის, ძალიან დიდ დროს მოიცავს. მე თუ ვარ და ცოტა რბილად ვსაუბრობ და ვიღაცებს გონიათ, რომ რატომ ვარ ესეთი შერვილებული ხასიათის, მინდა გავაფრთხილო. მე უბრალოდ ვისვენებ ახლა სიტყვიერად, თორემ განაჩეს ყველას მივხედავ. საზოგადოება გამოძიებისგან უმოკლეს დროში კონკრეტულ და რაც მთავარია, გამჭვირვალე პასუხებს ელოდება კითხვაზე, იყო სუიციდი თუ მკვლელობა. კითხვებს კი ყოველდღიურად კითხვები ემატება და განცდაც მატულობს, რომ შესაძლოა სიმართლე ან არ, ან ვერ ითქმება და პროცესები ჩიხში შევა, ან გაიწელება, როგორც შაქარაშვილის საქმე. საბოლოოდ კი საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო მძაფრდება დაუცველობის განცდა, რომ სახელმწიფო ვერ იცავს ჩვენს უსაფრთხოებას. საზოგადოებაში ასეთი აჟიოტაჟი ყოველ შემთხვევაში შექმნა სწორედ იმან, რომ არავის არ აგდობა ამ გამოძიების და არის არაერთი საქმე, რომელსაც ეს იძიებენ, შემდგომში დაძაბა კიდე სიტუაცია იმან, რომ ასე გულგრილად მოეკიდნენ და 5 დღე საქართველოში სალუნდა ეძებო ადამიანი, რომ 5 დღე ვერ მოძებნო, აი არ ვიცი პირდაპირ, თუ კი არსებობს ერთოდ გამოძიება და პოლიცია და აი ამან ყველაფერმა მიიყვანა საზოგადოება იმამდე, რომ არანაირი, ასე ვთქვათ, გამოძიების არანაირი ვერსიის არ ჯერათ. მხოლოდ უკანასკნელი 6 თვის მანძილზე გამქრალი და გაუჩინარებული ადამიანების სტატისტიკა ასეთია. 2020 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში 54 ადამიანი დაიკარგა. მათგან 13 არასრულწლოვანი იყო. ბოლო 6 თვეში დაკარგული 54 ადამიანიდან 34 იპოვეს, 8 გარდაცვლილი. 20 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ, მათ შორისაა 3 არასრულწლოვანი. გადავიდეთ ახლა ისევ შაქარაშვილის საქმეზე. ის, ვინც გიორგი შაქარაშვილის საქმეში პროკურატურამ როგორც დარაჯი წარმოგვიდგინა, სულაც არ არის დარაჯი. ეს არის, როგორც ჩანს, ყოფილი ბიზნესმენი, კომპანიების მფლობელი, ორჯერ ნასამართლევი, რომელიც ახლა kebab house-ში ცხოვრობს. იმ შენობაში, რომლის გვერდითაც ახალგაზრდებზე თავდასხმა მოხდა. წესით მას თვითონაც უნდა გაეგონა და დაენახა ყველაფერი და ყველაფერი დაინახა მისმა სათვალთვალო კამერებმაც, რომლებიც ახლა აღარ არსებობს. ისინი პატრონმა მოჭრა იმისთვის, რომ კამერები გაეყიდა. ეს არის კიდევ ერთი საეჭვო უცნაურობა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში. 6 კამერა ჩავხსენე რა უფრო სწორედ და ერთი კამერა იდგა აქ, რომელიც შიდა პერიმეტრს აკონტროლებდა. ტერიტორიის მეთვალყურე ნუგზა როთარაშვილი იმ ადგილებს გვიჩვენებს, სადაც კამერებმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ღამის ერთ-ერთი მთავარი ვიდეო მტკიცებულებები ჩაიწერა. 6 კამერა kebab house-ის შიდა და გარე პერიმეტრს აკონტროლებდა. აქედან 2 კამერა შიდა ეზოს იღებდა, 3 გზის სხვადასხვა პერიმეტრს, ხოლო 1 სასადილოს. ამ კამერებიდან 1 უწყვეტად იღებდა ხიდს, სადაც გიორგი შაქარაშვილისა და მდევრების ჩხუბის ეპიზოდია ასახული.
აი ამ ადგილზე იყო, რომელიც უყურებდა იმ ტერიტორიას. ახედა ბოლომდე აკონტროლებს, სადღაც ხიდის იქითაც კი აკონტროლებს. როგორც ხედავთ, დღეს კამერები აღარ არის. ნუგზარ ოთარაშვილმა, რომელიც ამბობს, რომ ქებაბ ჰაუსში ცხოვრობს, კამერები გახმაურებული მკვლელობიდან ერთი თვის თავზე ჩამოხსნა. არ ვიცით, როდის ან როგორ გაიგო პოლიციამ კამერების გაქრობის ამბავი, მაგრამ ფაქტია, რომ ოთარაშვილი ამ საკითხზე 20 ივლისს დაკითხეს. ჩვენებაში ის აღიარებს, რომ ჩამწერი მოწყობილობების გასხვისებას აპირებდა. ამბობს, რომ მასზე გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაცია აღარ იყო. ერთი თვის მერე მოუჭე ეგრაშუაში არის. დამთავრდა ყველაფერი ხუაზე ხარ და მოუჭერია ჩემია და მოუჭერი ვისი რა საქმეა გაქვს. მასალა პოლიციასა და პროკურატურას აქვს ამოღებული და წავიდნენ და იმათმა არ ყვიონ. მე რა შუაში ვარ ვერ გავი. ჩემია ხუაზე ხარ და მინდა მოხსნი, მინდა რასაც მინდა ის გავაკეთებ რა. ამბობს, რომ გამოძიებისთვის ჩვენება არ მიუწიარა და მის ჩვენებებში ბევრი შეუსაბამობაა. მათ შორის მის ნასამართლეობასთან დაკავშირებით, რასაც პირველ ჩვენებაში უარყოფს. მეორეში კი ამბობს, რომ ორჯერ მოიხადა სასჯელი. პირველად მანქანის ქურდობისთვის, მეორედ ყაჩაღობისთვის. ის ჩვენების სხვა ჩანაწერსაც უარყოფს. მოგახსენებთ, რომ მუშაობ დარაჯად, სადაც თან ცხოვრობ. უილია ეგაც. მე არავისთვის მithქვია, რომ დარაჯი ვარ. საიდან მოიტანეს რომ დარაჯი ვარ? ჩვენებაა ეს ოფიციალური. შეიძლება თვითონ პოლიციამ ჩაწერა მასე ხუაზე ხართული. მე არ მithქვი, მე უთხარი რომ მე არანაირი დარაჯი არ ვარ და საიდან რა მოაქვს დარაჯი ჩემთვის არის შეურაცხყოფელი სიტყვა. საქმის მასალებში დარაჯად მოხსენიებული ნუგზარ ოთარაშვილი პირველად 20 ივნისს შაქარაშვილის მკვლელობიდან 2 დღეში გამოკითხეს. სავარაუდოდ კამერის ჩანაწერებით სწორედ მაშინ ამოიღეს. მაშინ გიორგის ცხედარი ჯერ კიდევ ნაპოვნი არ არის და პოლიცია მშობლებთან ერთად გაუჩინარებულ ახალგაზრდას ამ ტერიტორიაზე ეძებს. მოკლედ ჩვენებაში ის მხოლოდ კამერების რაოდენობას და მდგომარეობას აღწერს. პოლიცია აქ მცხოვრებ ოთარაშვილს, რომელსაც ტერიტორიაზე 3 ძაღლი ჰყავს გაშვებული, არც მაშინ და არც მოგვიანებით ცხედრის აღმოჩენის შემდეგ არაფერს ეკითხება. რაიმე საეჭვო ხომ არ დაინახა ან შემოესმა. ეს მით უფრო საინტერესოა, რომ კამერების მიერ გადაღებული ჩანაწერი უწყვეტად გადიოდა ოთარაშვილის საცხოვრებელ ოთახში დამონტაჟებულ ეკრანზე. აქ ვარ 24 საათი. სულ აქ ვარ. არაფერი გაგიგია? არაფერი აბსოლუტურად. წამობძანით ახლა დაბლა და თქვენ თვითონ თქვენი მიხვდებით, მე გავიგებდი რამეს თუ არ გავიგებდი. მესმის, მაგრამ კამერებს ხო უყურებდით, არ შეგიხედა? როგორ ღამის პირველ საათზე რა კამერისთვის უნდა მეყურებინა თუ 2 საათზე, რა ვიცი, როდის ხდებოდა. მე 10 საათზე ვიძინებ, 10 საათზე ვიძინებ და მის მერე რა ვიცი მე რა ხდება. მეორეც ეგერთი ღამე მაგას აქვს ატრაჟენია, როგორც ახლა აი ამას. და ვაფარებ ტრიაპკას, რომ ის შუქმა არ შემაწუხოს რა ღამე. ბატონ ნუგზარ, ახლაც მესმის ძაღლების ხმა. იმ ძაღლია, კი, ჩემი ძაღლია. ანუ ყავთ ძაღლები? კი. ძაღლები მაინც გამოვიდოდნენ ამ ხმაურზე და არ შეგინიშნავთ რაიმე? არაფერი მეთქი, რატომ მკითხავთ ასე დაჟინებით, რომ გეუბნები, არაფერი არ რო შემენიშნა, ხო? დედას ვფიცავ და დედის სულს გეფიცები, ის ბიჭი დღეს ცოცხალი იქნებოდა. აღნიშნული ვიდეო ჩანაწერს ინახავს დაახლოებით 7-10 დღის განმავლობაში. ოთარაშვილი ამ ფაქტსაც უარყოფს და გვეუბნება, რომ არც მაშინ იცოდა და არც ახლა იცის. კამერები რამდენი ხნის განმავლობაში ინახავდა ჩანაწერებს და ამ თემაზე გამოძიებასთან საერთოდ არ უსაუბრია. წარმოდგენა არ მაქვს. თქვენ ჩვენებაში გიწერიათ, რომ 7-10 დღე ინახავსო? ეგ მე არ ვიცი, საიდან მოიტანეს რომ 7-10 დღე. თვითონ მოყავდათ რა ქვენ ის პროფესიონალი ისი ვინც იციან რა და ალბათ იმათ რა ქვენ იმათ შეეკითხენ და მაგით დაწერეთ. მე რა ვიცი ახლა კამერა რამდენს ინახავს, წარმოდგენა არ მაქვს მე მაგ კამერებისა. ახლა ყველაზე საინტერესო დეტალი. თუ ოთარაშვილის ვერსიას დავეყრდნობით, რომ პროკურატურამ მომხდარიდან 3 დღეში დაიწყო ვიდეო მასალების წაღება, გაუგებარია საქმის მასალებში უწყვეტი სრული ჩანაწერის ნაცვლად, რატომ ვრცელდებოდა დამონტაჟებული ვერსია, საიდანაც რამდენიმე წუთი გამქრალი იყო. რის დამალვას ცდილობდა გამოძიება? ვიცით, რომ პროკურატურის მიერ სხვა კამერების გადაღებული 14 წუთიანი ეპიზოდიც არ ჩანდა იქამდე, სანამ თავარმა არხმა არ გაასაჯაროვა. არადა ზუსტად ამ კადრებით დამტკიცდა, რომ ახალგაზრდები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ, რომ ჩხუბი დაიწყო უშუალოდ აგარაკზე, თუმცა მოგვიანებით ფიზიკური დაპირისპირება კიდევ არაერთხელ განმეორდა, მათ შორის ლიდერფუდის მაღაზიის უკანა მხარეს. რატომ არის ეს ცნობა საინტერესო და რა კავშირშია ავტოსამრეცხაოს ვიდეო კამერასთან? ნუგზარ ოთარაშვილის ბოლო ჩვენებაში ვკითხულობთ. მოგახსენებთ, რომ რეალურ დროსთან მიმართებაში აღნიშნული კამერების ცდომილება წარმოადგენს 10 წუთს. კერძოდ, რეალურ დროსთან მიმართებაში 10 წუთით უკანაა აღნიშნული კამერების ჩანაწერები. ეგ თვითონ ჩაწერეს, მე არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. თვითონ მითხრეს, რომ 10 წუთია ცდომილებაო და всё ეგ ბოლოს. რომელიც ბოლოს მოვიდნენ. თვითონ მაგათმა ჩაწერეს ეგ, რა ვიცი მე კაცო, მე 10 წუთი იყო თუ 1 საათი იყო, მე წარმოდგენა არ მაქვს, რა ვიცი. არ ვიცი რა, ერთი სიტყვით და მოდი რა შევწყვეტოთ რა.
აზრი არ აქვს ხოლმე მე მაგაში გაგებაში არა ვარ თვითონ თქვენს რომ 9 თუ 10 წუთი ცდომილებაო შემ კამერებსა და რა ქვია ჩვეულებრივ დროს შორის რაში დასჭირდა პროკურატურას ეს ჩანაწერი? თუკი 14 წუთიანი ლიდერფუდის ეპიზოდის მასალა გააქრო, საეჭვოა ავტოსამრეცხაოს ეპიზოდი უბრალო აცდენა იყოს. რა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია ის 10 წუთი, რომლის გაქრობაც საქართველოს პროკურატურამ ოთარაშვილს ახსნევინა. ოთარაშვილი პროკურატურამ მეორედ მხოლოდ მკვლელობიდან 1 თვის მერე 18 ივლისს გამოკითხა. ამ დროს ოთარაშვილს კამერები უკვე მოხსნილი აქვს და გამოძიებას ამის შესახებ უყვება. იცოდით თუ არა რომ ზემოაღნიშნულ ვიდეო კამერებზე და შესაბამის ჩამწერ მოწყობილობებზე ჩაწერილი იყო გ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია. დიახ, მე ეს ვიცოდი, რომ აღნიშნულ კამერებზე ჩაწერილი იყო 2020 წლის 18-19 ივნისს გ შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მაგრამ მაინც ვაპირებდი მათ გასხვისებას. ვინაიდან ჩემთვის უცნობი იყო, რომ მე არ შემეძლო მათი გასხვისება. ოთარაშვილი ამბობს, რომ მოწყობილობის გაყიდვას დაგროვილი ვალების გამო გეგმავდა. მე მაქვს გარკვეული ფინანსური პრობლემები. ჩემი კუთვნილი იაგუარის მოდელის ავტომანქანა მაქვს დალომბარდებული. რის გამოც გადავწყვიტე გამეყიდა სამრეცხაოზე არსებული ვიდეო კამერები და ჩამწერი მოწყობილობის კომპლექტი. ასევე ნასესხები მაქვს 1000 ლარი და ვალი მაქვს საქართველოს ბანკში. რამდენიმე დროის უკან მე საქართველოს ბანკში შევიტანე 2600 ლარი. Ყველი მანქანა არის ეს? იაგუარია. დალომბარდებული მქონდა და ერთი რამოდენიმე დღე რაც უკვე დავიხსენი. ახლა კამერების გასხვისება ვერ მოასწრო, მაგრამ იაგუარის ბანკისგან დახსნა მაინც მოახერხა. მანქანის ვალი რამდენიმე დღის წინ დაფარა. როგორ მოახერხეთ მაშინ ვალების გადახდა და მანქანის დაბრუნება თუ კამერები არ გაგიყიდიათ? 3000-მდე მქონდა გითხარი ვალი. ზოგი ვისესხე, ზოგი ბევრი რამ მქონდა გასაყიდე და გავყიდე რა. გავყიდე გითხარით საშაურმე მასალა მქონდა გავყიდე საშაურმე რაც ყველაფერი რა 700 1500 გადავიხადე და 700-ად გავყიდე მანქანი ჩემი მანქანის პაგრიშკები 300 ლარში 300 ლარად ჩავიტანე 300 ლარი ავიღე რა იმ პაგრიშ დისკებში უпроსორეთ თან ვაჩვენე ყველას რომ აი მიმაგდა ყიდი თქო რა პროკურატურის მიერ დარაჯად მოხსენებული ოთარაშვილი არც თუ ისე შორეულ წარსულში 2015 წელს ორ კომპანიას ფლობდა ამბობს რომ გაკოტრდა და ქებაბ ჰაუსში საცხოვრებლად ამიტომ გადავიდა როდესაც აქ მოვდიოდი სტუდიაში სამონტაჟოებთან გავიარე და დავინახე რომ ამონტაჟებდნენ თავარი აქცენტების მასალას. დღეს ნიკა კვარამია ელისო კილაძესთან ერთად წასულიყო იმ ადგილებში, სადაც მოხდა თავდასხმა შაქარაშვილზე და მის მეგობრებზე. დავინახე კადრები დინარეში შედის, კვარამია სხვადასხვა ადგილებში დადის, რაღაცას ეძებენ ისინი, მეც არ ვიცი ზუსტად რა აღმოაჩინეს იქ, რა ახალი ინფორმაცია აქვს ამასთან დაკავშირებით. ამას ყველაფერს ნახავთ დღევანდელ თავარ აქცენტებში პოსტფაქტუმის დასრულებისთანავე ნიკა კვარამია და ელისო კილაძე იქნებიან სტუდიაში და იქნებიან კიდევ სხვა სტუმრები და გაჩვენებენ ყველაფერს რაც ამ ერთი კვირის განმავლობაში დამატებით გაარკვიეს შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ ფაქტობრივად ნელ-ნელა უახლოვდებით დასკვნას ამ საქმის და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ბოლოს და ბოლოს გავიგებთ სიმართლეს როგორ სად და რა გარემოებებში დაიღუპა გიორგი შაქარაშვილი. თავარი აქცენტები ნიკა კვარამიასთან ერთად დაიწყება პოსტფაქტუმის დასრულებისთანავე. მე კი ვაგრძელებ პოსტფაქტუმს. 13 წლის ილია ფილფანს ვერ პოულობენ. სვანეთში დაკარგული ბავშვის კვალს არსად არ მივყავართ. მაშველებს და მის თანასოფლელებს ფაქტობრივად ბრმად უწევთ მისი ძებნა. მაშველები ძირითადად სვანეთში და მიმდებარე ტერიტორიებზე მუშაობენ. ადგილობრივი მოხალისეები კი ისე შორს წავიდნენ ძებნის პროცესში, რომ ბათუმამდეც კი ჩააღწიეს და იქ ეძებდნენ ილიას, იმიტომ რომ ისინი ფიქრობენ, რომ შეიძლება ილია სადღაც იმალება. ვერსია ზოგადად ორია. ან ბავშვი შეგნებულად გაიქცა სახლიდან, თუმცა ჩნდება კითხვა რა საშუალებებით როგორ არსებობს ის ამდენი დღის განმავლობაში ახლობლებთან ის არ გამოჩენილა შესაბამისად სად ან ვისთან იმალება მეორე ვერსია უფრო ტრაგიკულია ილია ველოსიპედით გავიდა სახლიდან და შესაძლოა ის სადმე გადაიჩეხა მას იტაცებდა ექსტრემი და რისკი და შეიძლება ეს გადაცება მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა იმედია ეს ასე არ არის და გამართლდება პირველი ვერსია მეორე ლოკაცია ლანჩვალიდან სოკოს უბნამდე ავედით სულ ყველა
სვანეთში დაკარგულ ბავშვს ეძებენ. 13 წლის მოზარდის ილია ფილფანის გაუჩინარებიდან 9 დღე გავიდა. სოფლის მაცხოვრებლებთან ერთად სამძებრო სამუშაოებში 83-მდე მეხანძრე მაშველი ჩაერთო. დაიკარგა თუ გაიქცა, იკვეთება თუ არა, სადმე გაუჩინარებული ბავშვის კვალი და რა ვერსიები არსებობს სვანეთში. 18 ივლისს დღის 11 საათზე ილია ფილფანი გამოდის ამ საცხოვრებელი სახლიდან. 13 წლის ბავშვი, როდესაც გარეთ გამოდის, ამ დროს სახლში იმყოფებიან ოჯახის წევრები, თუმცა მათ არ ეუბნება სადაპირებს წასვლას. ყველაზე ახლოს ცხოვრები მეზობელი გარეთ იმყოფებოდა და მან დაინახა ილია ველოსიპედით როგორ მიდიოდა ამ გზაზე, როგორც მეზობელი ამბობს, მას ეცვა მუქი ფერის ტანსაცმელი და თავზე ეხურა კეპი. სახლიდან რომ გამოვიდა თქვენ დაინახეთ? კი, ველოსიპედით რო ჩაიარა, უბრალოდ დავხედე ესე რომ გამერკვია ილია იყო თუ ორი ველოსიპედით და ილია იყო. ზუსტად არავის არ ყავს კონკრეტულ ადგილას ნანახი. ან კონკრეტულ ვითარებაში არავის არ გაუფაქტავს ის ბავშვი და რაღაცა ტყეში დაეძებს, ვიღაც ქალაქში დაეძებს, ვიღაც სოფელში დაეძებს, ყვალს ვერ დავადექი. როდესაც ილია გარეთ გავიდა, ამ დროს სახლში ბავშვის მამა დავით ფილფანი, ბებია და თავის თანატოლი მამინდაშვილი იმყოფებოდნენ. გარეთ ველოსიპედით სულ ერთად სეირნობდნენ, თუმცა ამჯერად სახლიდან მარტო გავიდა და გასვლის წინ 12 წლის ნათესავს გამოელაპარაკა. რო გადიოდა რა მეკითხრა? რაღაცა თქვა, მაგრამ მე ზუსტად ადგავი. მგონი მითხრა შენადვილად მიპოვიო ან რაღაცა ესეთი. გასულა სახლიდან ისე რომ არ უთქვამ სად მიდიოდა? მანამდე ადრევინად გასულა. ადგილობრივ უფლებას გასვლისა თუ ადრევე ეთქვით. უნდა ვთქვა და მეტრომ გავიდეთ. მონეტათაც შეიძლება. სწორედ ამ საუბრის გამო ჩნდება ეჭვი ილიას სახლიდან გაქცევის შესახებ. ძებნა იმ ადგილებში დაიწყო, სადაც ილია და ვიქტორი ველოსიპედებით ერთად სეირნობდნენ. მას შემდეგ, როდესაც ილია სახლიდან გამოდის, მამამისი დათო ფილფანი მალევე იწყებს ბავშვის ძებნას. დაახლოებით 1 კილომეტრში საცხოვრებელი სახლიდან მდინარიდან დაახლოებით 50 მეტრში პოულობენ ველოსიპედის კვალს, თუმცა კვალი აქ ქრება. იმ ხარეს გაიარა. ეს მანქანით გადავიდა, იქ დატოვა ეს მანქანა, მე ფეხით შემოიარა, რომელსაც ნახა უკან წამოვიდა და უკვე ველოსიპედის კვალი უკან წამოსვლის კვალი უკვე ჩანდა. ანუ მიხვდა რომ აქ გაიარა და ისე უკან წამოვიდა. ექსტრემალური გზებიც არის. სადაც მოსწონდა მას ველოსიპედის სიარული. 18 ივლისს ღამის 11 საათზე ილია ფილფანის მამა დავით ფილფანი 112-ში რეკავს. დაკარგული ბიჭის შესახებ შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შედის და სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცავები და მაშველები ერთვებიან. ძებნა ველოსიპედის კვალის აღმოჩენის ადგილიდან იწყება. იმის მერე არ ჩანს. არც ნაკვალევი არ ჩანს, იმიტომ რომ ნუ ისეთი ამინდები იყო, ზიანი ამინდები იყო, პატარა ტალახი მაინც რომ ყოფილიყო სადღაც უფრო გამოჩნდებოდა. ერთი ვერსია არის რომ შეიძლება იყოს ქალაქში. მეორე ვერსია ვფიქრობ თავის ექსტრემალური ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება რომ შემთხვევოდა ხიფათი და სადმე გადაჭეხილიყო. ყველაზე უარესი ვერსია, რომელსაც განვიხილავთ. ილია ფილფანი სოფელ ლენჯერში არავის უნახავს. მისი კვალი ქრება და მაშველები ძებნას სოფელ ლენჯერთან ახლოს ტყის მასივში განაგრძობენ. სოფლის მოსახლეობას ჩაერთო სამძებრო სამუშაოებში და როგორც გვეუბნებიან, ამ 9 დღის მანძილზე თვითმხილველი ვერ ნახეს. კვალს ვეღარ მიაგნეს. მთელი სოფელი ჩართული, ყველა ახალგაზრდა დასულები არიან. მამა წასულია სოფელი ვართ განადგურებული. სადაც კი სადმე წასულა, სადაც კი სადმე ერთად ყოფილან, ყველაფერი შემოიარეს. ყველგან დაძებნეს. სოფელ ლენჯერიდან ვესტიაში წავედით. ერთ-ერთი ადგილობრივი გვიყვება, რომ მასთან ჩამოსულმა სტუმარმა სოფელ ეცერთან გზის სავალ ნაწილზე დაინახა ბავშვი. სტუმრის ყურადღება იმიტომ მიიქცია, რომ მოზარდი შავი ველოსიპედით დიდი სიჩქარით მიემართებოდა. ეს 19 ივლისს მოხდა, ანუ ბავშვის დაკარგვიდან მეორე დღეს, დაახლოებით საღამოს 9 საათზე. ფოიმ ეს არის ის ბავშვი იქ რო შეხვდაო და მე სხვადმაც ნახეს. ეს ზუსტად ახსოვს რომ არაქართული გარეგნობით ბავშვი შეხვდათ და მიიქცია ყურადღება. ერთმა სტუმარმა რომელმაც შეხედა ამ ბავშვის ფოტოს, უცბად გაიხსენა რომ ეს ბავშვი ჩვენ გზაზე შეხვდა და ვნახეთ. მე სხვადმაც გადახედეს რომლებმაც გაიხსენეს რომ კი ბატონო შეხვდა დაუსახლებელ ადგილას ბავშვი ველოსიპედით. ჩვენ სატელეფონო ხაზზე დავუკავშირდით შესაძლო თვითმხილველს. ის მიდიოდა მიზან აი სახეზე ქონდა როგორი მიზანსწრაფულობა იცით და აწვებოდა ქვემოთ უბრალოდ ამ გამოთქმის ის მიკროდა ერთი სიტყვით ბავშვი. შემიძლია 99 და 19 დავასრულო.
მას შემდეგ 8 დღე გავიდა, თუმცა საგამოძიებო უწყებას შესაძლო თვითმხილველი არ დაუკითხავს. არც ის ვიდეოკამერების ჩანაწერები შეუმოწმებიათ, რომლებიც მესტიაში პოლიციის შენობასთანაა. ოჯახის თქმით, ილია ფილფანი მესტიისა და სოფელ ლენჯერის შემოგარენში მთებიდან ველოსიპედით ხშირად ეშვებოდა. სწორედ ამიტომ სამძებრო სამუშაოები ძირითადად მდინარე მესტია-ჭალას მიმდებარე ტერიტორიასა და საცალფეხო ბილიკებზე მიმდინარეობდა. თუმცა მაშველებმა და მოხალისეებმა ვერც ბიჭს და ვერც მის პირად ნივთებს ვერ მიაგნეს. ამ 9 დღის მანძილზე მაშველებმა ძებნის არეალი გააფართოვეს. სვანეთის გარდა სამუშაოები ანაკლიის ტერიტორიაზეც მიმდინარეობდა. საქმეში ვერტფრენებიც ჩაერთო. ტერიტორიას დრონებითაც ათვალიერებენ. ვეძებთ ყველგან სვანეთში და ზღვისპირა ადგილებში. მთელი სოფელი ჩართულია. ვერ ხვდები სად უნდა წასულიყო. იმედი მაქვს სადღაც იმალება და ცოცხალია. ილია ფილფანის დედას დაუკავშირდით, რომელიც გუშინ საღამოს ჩამოფრინდა საქართველოში. ქსენია ფილფანი ბავშვის სახლიდან გაქცევას გამორიცხავს. სახლიდან არაფერი წაუღია, როგორც მეუღლემ მითხრა. სანამ დაიკარგებოდა, წინა დღეს ვესაუბრა. კარგ ხასიათზე იყო, მხიარულად მელაპარაკა, არაფერი შემიმჩნევია. როგორც ყველა ოჯახში ხდება, პატარა კონფლიქტი ჰქონდა მამასთან, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული. იმედი მაქვს, ცოცხალს იპოვნიან ილიას. ილია ფილფანი ყაზახეთის მოქალაქეა. 13 წლის მოზარდი ალმატში დედასთან და მამასთან ერთად ცხოვრობდა. არასრულწლოვანი დავით ფილფანთან ერთად საახალწლოდ ბებიასთან სვანეთში, სოფელ ლენჯერში ჩავიდა. კორონავირუსის გამო უკან დაბრუნება ვეღარ შეძლო. ბავშვი მხოლოდ რუსულად საუბრობდა და შესაბამისად სვანეთში ბევრი მეგობარი არ ყავდა. ილია ფილფანი არის 13 წლის, დაახლოებით 165-170 სანტიმეტრის სიმაღლის, აქვს რუსული ანუ სლავური გარეგნობა, ასევე აქვს მოკლე თმა, მაგრამ წინ აქვს ჩოლკასავით, ცოტათი მოქერო თმა აქვს. ერთ-ერთ გასართობად შეიძლება ჩაითვალოს ეს ველოსიპედი. 13 წლის ბიჭის გაუჩინარებაზე გამოძიება 153 მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვანის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ყველა სიკეთესთან ერთად ის რა გვაკლია სხვების ომში აღმოჩნდეთ ჩათრეული. თუმცა ამას ჩათრევა აღარ ქვია, თუ ხელისუფლება თავად იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ტერიტორიაზე გაატაროს სამხედრო შეიარაღება და ორი დაპირისპირებული მეზობლიდან ერთ-ერთი გადაიმტეროს. თან ზუსტად ის, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ სომხურმა მხარემ აზერბაიჯანული სოფლები სწორედ ჩვენი გავლით მიღებული იარაღით დაბომბა. ყოველ შემთხვევაში ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანი დარწმუნებულია, რომ შეიარაღებამ სწორედ ჩვენს ტერიტორიაზე გაიარა და ჩვენმა ხელისუფლებამ ეს დაუშვა. ამას უკვე აზერბაიჯანის მთავრობა ამბობს. თუ ეს სიმართლეა, შესაძლოა ქართულმა ოცნებამ ასეთი გადაწყვეტილება პირდაპირ რუსეთის მითითებით მიიღო. ყველაზე მეტად სწორედ მოსკოვს აწყობს, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი პარტნიორი აზერბაიჯანი ჩამოქცილდეს. თუ მოდით ასე ვთქვათ, დავით გარეჯაში ატეხილი ამბით თუ არ გამოვიდა ურთიერთობის გაბუჭება, იქნებ ახლა შეიარაღების დახმარებით გამოვიდეს. სანამ ჩვენ გვეძინა, ახალ და დიდ ომში აღმოჩნდით ჩათრეულები. იცოდით თუ არა, გინდოდათ თუ არა, დღეიდან სომხეთის მოკავშირე ხართ აზერბაიჯანის წინააღმდეგ ომში. თავზე ნაღმი გაგვსკვდომოდა გვერჩივნა. ისე მაინც ვერ დაგვაზიანებდა, როგორც აზერბაიჯანის უკვე ოფიციალური ბრალდება სომხეთში იარაღის შეტანის ხელშეწყობის შესახებ. იარაღი სერბული იყო და ბაქოს ვერსიით სომხეთში ჩვენგან დღეების წინ შევიდა. ორი ქვეყნის ახალი დაპირისპირების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე. სერბეთის მთავრობა აღიარებს და ესმის, რამდენად სერიოზულია საკითხი. ჩვენ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ სომხეთში შეიარაღების დიდი პარტია გაიგზავნა. სერბულმა მხარემ უკვე დაიწყო ოფიციალური გამოძიება და ჩვენ პასუხს ველით. ჯერ ეგერთი ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მედიით გავრცელებული რაღაც დაუზუსტებული ინფორმაცია აზერბაიჯანს და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და ძმობასაც უფრო მეც გეტყვით. არაფერი არ ემუქრება. მეორე, ეხლა თქვენ რომ მეუბნებით ფოტოზე, ნანახი გაქვთ ეს ფოტო? ხო, ეს არის ჩვეულებრივი სატვირთო მანქანა ყველაფრის გარეშე და ეხლა რა შეიარაღება დავსრულდეთ. კახარიასნაირი ტიპაჟიც კი გაჩნდა, როდესაც სააგენტოს ინფორმაცია ჯერ აზერბაიჯანის მინისტრის მოადგილემ, შემდეგ კი სერბეთის მთავრობამ დაადასტურეს. ოღონდ ბელგრადში ყველაფერს სლობოდან ტეშიშს საბრალებენ ბალკანეთის უმსხვილეს იარაღით მოვაჭრეს, რომელიც თავის მრავალ საწარმოსთან და პარტნიორთან ერთად წლებია შეერთებული შტატების სანქციათა სიაშია. Обычного калибра 122
რამდენადაც ვიცი, 120 და 122 მმ-იანი ნაღმები და ჭურვები შეიტანეს. საბჭოთა და რუსული კალიბრის. არ გამოვრიცხავ იარაღი სინამდვილეში რუსეთისა იყოს და მას მხოლოდ ესარგებლა სერბეთითა და საქართველოთი, რათა აებნია კვალი და თავად არ მოხვედრილიყო სანქციების სიაში. ეს ვლადიმერ ვლადიმიროვიჩის ხელწერაა. ფაქტია, რომ სომხეთმა ამ იარაღით უკვე დაგვბომბა და დაგვიხოცა მებრძოლები. მათ შორის შეიძლება ჩვენი გმირი გენერალიც. ის მედია საშუალებები, სადაც გავრცელდა ეს ინფორმაცია, იგი არიან ნამდვილად აფილირებული სამთავრობო მედიასთან. მეორე იყო საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, სერბეთის მხარის განცხადება, რომ თითქოს ისინი ერკვეოდნენ ვითარებაში. ოფიციალურად არავინ უარყოფს და არავინ ადასტურებს. ღია წყაროებში არ გამოჩენილა ინფორმაცია სერბეთიდან ან სხვა ქვეყნიდან საქართველოს გავლით შეიარაღების შემოტანის შესახებ. სერბეთს არ აქვს დაწესებული ემბარგო, არც სომხეთს აქვს და არც საქართველოს აუკრძალავს იარაღის ტრანზიტი. იგი აზერბაიჯანის იარაღსაც ასევე ატარებს და ეს ნორმალურია. ჩვენმა არმიამ წინა წლებში შეიძინა სერბული შაშხანები და რამდენადაც ვიცი ყუმბარდ მტყორცნები. სხვა იარაღის შესახებ არაფერი ვიცი. ჰაკინაზის პირველ პუბლიკაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სიცრუე უწოდა. პასუხის პასუხად აზერბაიჯანის სამთავრობო წრეებთან ზედმეტად ახლოს მდგომმა სააგენტომ გამოაქვეყნა სამხედრო შეფერილობის რუსული კამაზების ფოტოები, რომლებიც მისი მტკიცებით გრადის რეაქტიული სისტემის ეგრეთ წოდებულ ლანჩერებს, ანუ გამშვებებს წარმოადგენდნენ და სერბულ ნაღმებთან ერთად უკანასკნელ დღეებში შევიდნენ სომხეთში. ისევ საქართველოს გავლით. შეიძლება თუ არა ამ ერთი ფოტოთი გააცოცხლო დიდად ჩარიანი ამბავი, რომელშიც საქართველო გაეხვა. შეიძლება თუ გავაცოცხლებთ ფოტოს, რომელიც გაავრცელა აზერბაიჯანის პროსახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტომ, აღმოჩნდებით აქ სადახლოში, საბაჟოს ავტოპარკში. დიახ, ეს კამაზები აქ ამ ავტოპარკში იყვნენ და სავარაუდოდ გადაკვეთის კიდეც საქართველოს სომხეთის საზღვარი. გამარჯობა. ეს ფოტო ხო აქ არის გადაღებული და როდის არის გადაღებული? ეს რაღაც სომხური მანქანებიაო. ეს აქ არის ხო? ადგილია. გამარჯობა. ეს ფოტო აქ არის ხო გადაღებული? კი. და როდის არის გადაღებული ეს აზერბაიჯანულმა სააგენტომ გამოაქვეყნა ეს ფოტო? კონკრეტული დღე და რიცხვი არ ვიცი ახლა. მაისი ან ივნისი? ძალიან ბევრი მანქანა გადის ახლა. მაგრამ ესეთ სამხედრო ტიპის მანქანა ბევრია? გარანტინამდე გაიარეს ამ მანქანებმა. რაღაცა ბაზის განახლება მიდიო, გადის და გადის მანქანები, მე რა ვიცი. ყველაფერი ემთხვევა. ღობე კაბელით, მთები, განათების ბოძები, ბეტონის საფარი. და როდესაც მანქანები გაიწევიან, ეზოს ბოლოში გამოჩნდება საპირფარეშოს შენობაც. მანქანების ეს პარკი სოფელ სადახლოშია, სომხეთის საზღვრიდან 6-7 კილომეტრში. აქ წინასწარ ჩერდება სომხეთისკენ მიმავალი ყველა სატვირთო. ასე არეგულირებენ საბაჟო რიგს, რომ უშუალოდ საზღვარზე საცობი არ შეიქმნას. ყველა დადის ჩონჩხი, ტენტიანი, დახურული, დამალული, არაფერი არ დადის, ესენი დადიან ჩონჩხები. ყველა გამაზები დადიან კიდევ 2019 წლის სექტემბერში გავიხსენით ჩვენ და იმ დღიდან დადიან და მანამდეც დადიოდნენ და მის მერეც დადიოდნენ და ეს მანქანები კარანტინის მერე აღარავის აღარ უნდა. მენეჯერისა და ჰაკინაზის დასახელებულ თარიღებს შორის განსხვავება 3-4 თვეა. მეტის გასაგებად სოფელში გავდივართ. უმეტესობა უარობს, თუმცა ყველა არა. ეგ მე ვნახეთ. ნეთ ვაშ დოკუმენტზე ნეთ. მე ფორმე აქვს და ვარ. სადღაცა რომელი? სადღაც რა ვიცი, ერთი კვირა არის. ერთი კვირა ხო, ერთი კვირა შეიძლება ერთი ზუსტად არ მახსოვს. დაგეთ კამაზები? ხო, კამაზები და ზუსტად. რამდენი იყო? ზუსტად მე სადღაცა 5 ან 6 წელი ნახე. რაშიც გახარიას ვერ შეედავები. ამ კამაზებს სამხედრო მხოლოდ ფერი აქვთ. ცარიელ ძარაზე დადგმული ყუთის ფორმის საგანი გრადის სისტემის ელემენტი ნამდვილად არ არის. ცარიელ ზარიანის სატვირთოების დანიშნულება ქართულ საბაჟოს შეიძლება არ სოდნოდა. ან თვალი დაეხუჭა თუ აზერბაიჯანული ვერსია მართალია და ტვირთის მიმღებად მართლა სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იყო მითითებული. მაგრამ არ არსებობს ვარიანტი საქართველოში შემოსულიყო და გასულიყო ნაღმების პარტია და ეს ვერავის აღმოეჩინა. ქვეყანაში, სადაც პოლიცია ჯიბის დანისტარებისთვის აჯარიმებს 120 მმ-იანი ნაღმები შეუმჩნევლად პროწიალი მეტად რთული წარმოსადგენია. ძალიან ნაკლები ალბათობაა იმისი, რომ რაღაც გაურკვეველმა აღურიცხავმა თუნდაც ტვირთმა გაიაროს საქართველოს მონაკვეთზე. თუ აზერბაიჯანული ვერსია სწორია და ტვირთის გამომგზავნი ნამდვილად შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული სერბული კომპანიაა, ეს ჯერ კიდევ იქამდე გამოჩნდებოდა ქართველი მებაჟეების, მესაზღვრეებისა თუ სპეცსამსახურების მონაცემთა ბაზებში, სანამ ტვირთი აქამდე ჩამოაღწევდა.
დოკუმენტი გაიცემა იმ შემთხვევაში, როდესაც ძალიან ხაზგასმით და ნათლად არის ცნობილი, რომ ეს კომპანია არ არის დავალიანება არ გააჩნია ფინანსური, არ არის შავსიაში, არის გამჭვირვალე, მისი მძღოლები არ არიან შემჩნეული სხვადასხვა დარღვევისათვის და იმ პირობებში გაიცემა ეს R2 სია და ეს ყოველთვის აქვს საბაჟოს და ამითი ამოწმებს. იმდენად ბევრნაირი ფილტრი უნდა გაიაროს ქართული მხრიდან სომხეთში გადასაადგილებელმა შეერაღებამ, რომ შეუძლებელია იქ რამე გაგებაროს. ანუ აუწმებ გაეროს სტანდარტი, შემდეგ ამოწმებ ბალანსის რეგიონში ბალანსის სტანდარტი და ბოლოს ამოწმებ იმიტომ, რომ შემთხვევით რუსეთის სამხედრო ბაზაზე არ აღმოჩნდეს. დღეს მოქმედი წესებით ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტვირთების ტრანსპორტირების გადაწყვეტილებას თავდაცვის სამინისტრო იღებს. თინა ხიდაშელს ასეთი გადაწყვეტილება ბევრჯერ მიუღია და ბევრჯერაც შეუყოვნებია. მაგალითად ისეთ შემთხვევაში, როდესაც ორი მეზობლიდან ერთს ასიმეტრიულად დიდი გადაზიდვა მოუთხოვია. გიგა ბოკერიასაც, როდესაც წესები განსხვავებული იყო და კოორდინაცია უშიშროების საბჭოს ევალებოდა. უფლებაა რომ არ გავატაროთ ტვირთი ნებისმიერ მომენტში როცა ეს გსურს, რა თქმა უნდა, ეს ამა თუ ვითარებაში სხვა ჩვენი მეზობლის უკმაყოფილება შეიძლება იწვევდეს. მაგრამ ქვეყნის ინტერესი იმიტომ დგას ყველა თუნდაც მეგობრის ინტერესზე უფრო მაღლა, რომ შენი ქვეყნის ინტერესიდან რომ ამოხვიდე და ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტური ინტერესი არის აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ხარდაჭერა 1, საერთაშორისო მშვიდობის ხარდაჭერა რეგიონში და ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების 2 და რა განსაკუთრებით ნებისმიერი გამწვავებისას თავის არ აღმოუჩნდეთ იმ ვითარებაში, რომ წყარო ვართ რაიმე ფორმით ამ გამწვავების. საქართველოს უმთავრესი ინტერესი, რა თქმა უნდა, კავკასიური მშვიდობაა. უნდა იყოს. მაგრამ პრიორიტეტების დახარისხებისას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე აზერბაიჯანს ჰქვია, სომხეთისას კი რუსეთი. ყოველ შემთხვევაში ერქვა სანამ პრეზიდენტი ზურაბიშვილი მოხსნა კუდას პირს. სადამ საპატრიარქო და ფსბ-ს დაფინანსებული ექსტრემისტები მარნეულში გაერთიანებულ მიტინგებს მოაწყობდნენ ნარიმანოვის ძეგლის ჩამოსაგდება და სანამ ბაქო ამის პირდაპირ დაგვდებდა ბრალს ომის ინსპირირებაში. აზერბაიჯანული სააგენტო არ აქვეყნებს ბევრ დეტალს, რითაც ტოვებს საბაბს ერთის მხრივ უნდობლობისთვის, მეორეს მხრივ კი ნაირ-ნაირი ვერსიებისთვის. მაგალითად, რისთვის უნდა დასჭიროებოდა სომხეთს რუსული კალიბრისა და სისტემის შეერაღების ყიდვა სადმე სხვაგან თუ კი სტრატეგიული მოკავშირის პრივილეგიით რუსეთისგან ნებისმიერ იარაღსა და ტექნიკას მსოფლიო ფასებზე 60-65%-ით იაფად ყიდულობს. ხოლო თუ უფრო შორსავალთ, ხომ არ იყო ეს სქემა და ინფორმაციის გაჟონვის დრო მიმართული საქართველოსა და აზერბაიჯანის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ტანდემის საბოლოოდ გასახლეჩად. ამ დაპირისპირებისას, რომელსაც ვიმეორებ პუტინის რუსეთის მიერ შექმნილ წინაპირობებმა განაპირობა და ამ რასაც ინარჩუნებს და შანსს არ ტოვებს, სანამ თვითონ არიან უსაფრთხოების თვალსაზრისით დომინანტები, განსაკუთრებით ჩვენ ერთ-ერთ მეზობლის კონტექსტში, მანამდე არც დაუშვებენ, აქ რომ რამე გარღვევა მოხდეს მშვიდობიანი. რუსეთმა დაგეგმა თუ არა სარგებელი ნამდვილად ნახა. გიუმრის ბაზა უკვე ამოძრავდა. სამი დღის წინ რუსეთის გენშტაბის უფროსი გერასიმოვი როსტოვში ჩავიდა და გამართა თათბირი სამხრეთ სამხედრო ოლქის ხელმძღვანელობასთან. მეორე დილით გიუმრის ბაზამ დაიწყო სომხურ არმიასთან ერთობლივი სწავლებები. ვარჯიშობენ როგორ ებრძოლონ და როგორ გამოიყენონ უპილოტო აპარატები. სომხურმა არმიამ ამ კონფლიქტში ყველაზე დიდი ზარალი ზუსტად ჩვენი დრონებით მიიღო. სწავლება გეგმიურია. ბევრი წელი არსებობს რუსულ-სომხური გაერთიანებული დაჯგუფება და სარდლობა. ამ წვრთნისას ამუშავებენ დრონებთან ბრძოლის გამოცდილებას, რომელიც რუსებმა სირიაში დააგროვეს. ასევე ჩვენი სამხედროების ცოდნას, რომელიც აზერბაიჯანულ დრონებთან ბრძოლისას მივიღეთ. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩვენი თხოვნის მიუხედავად დუმს. რაღა სომხეთის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ენა ბოლომდე გადაყლაპა ფინანსთა სამინისტრომაც, რომელსაც ექვემდებარება საბაჟო. გარშემოატეხილ ომსა და ყიჟინაში ეს მდუმარება კიდევ უფრო უცნაურად ისმის. ამ ხელისუფლებამ ხელახლა შეგვაჩვია ნებისმიერი საქმის უკან ვიღაცის ჯიბის ინტერესი იგულისხმეთ. მაგრამ სტრატეგიული მოკავშირის წინააღმდეგ მოქმედებას მხოლოდ კორუფციით ვერ ხსნის ამ მთავრობის ყოფილი წევრი. ინტერესები უფრო მკვეთრია, გასაბუჭებელიც გაცილებით მეტია. უნწიფრობას ვერ დააბრალებ, გამოუცდელობას ვერ დააბრალებ. თუ დადასტურდა, რომ ეს ამბავი არის სიმართლე, შემიძლია გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, რომ გამორიცხულია აქ რაიმე სხვა მიზეზი არსებობდეს, გარდა იმისა, რომ რუსეთის ფედერაციის პირდაპირ მოთხოვნა იყო მსგავსი ღონისძიების განხორციელება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. გამორიცხული არსებობდეს რაიმე სხვა მიზეზი გარდა რუსეთის მოთხოვნისა გაგვეტარებინა აი ეს ტვირთი. ჩვენს ხელთ მოხვდა ფოტო, რომელიც ავტორის მტკიცებით გუშინ არის გადაღებული ლარსთან. მასზე ჩანს სამხედრო აეროდრომის ორი რუსული გამმართველი ცისტერნა, რომელიც ძალიან დიდი ალბათობით სომხეთში რუსეთის ერებუნის ბაზისთვისაა განკუთვნილი.
საქართველოს ტერიტორიაზე არ შეიძლება გატარდეს სამხედრო ტვირთი რუსეთისთვის და ასევე ეს არღვევს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ყველა კონვენციას. ეს არასტრატეგიული აზროვნება დადასტურებულია ძალიან ბევრი მიმართულებით, მათ შორის სამხედრო სფეროში, თუნდაც ასე ვთქვათ, რუსული სპეცსამსახურების ინფილტრაციით უკვე ბოლო 8 წლის მანძილზე. ამოხსნამდე ჯერ შორია, მაგრამ განტოლებაში უცნობი ნაკლები დარჩა. ნამდვილად ვიცით, რომ რუსეთიდან საქართველოში რუსული სატრანზიტო ნომრები შემოვიდა და სომხეთში გავიდა სამხედრო ტიპის უცოტა 4 კამაზი. ვიცით, რომ საარტილერიო ჭურვები სერბეთიდან ნამდვილად გაიგზავნა სომხეთში და სავარაუდოდ ასევე ჩვენი გავლით. ვიცით, რომ ეს უბრალოდ ამთხვევა არ არის და ნაღმები პირდაპირ საქმეში გაუშვეს, დაბომბეს აზერბაიჯანული სოფლები. ვიცით, რომ სტრატეგიული პარტნიორი პასუხებს უკვე ითხოვს. არ ვიცით მხოლოდ 2 რამ. პირველი, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მუდმივი ნეიტრალიტეტის დარღვევის გადაწყვეტილება რუსის ოლიგარქმა ვინმეს კარნახით მიიღო თუ არა. და მეორე, სადამდე აქვს მას გადაწყვეტილი ქვეყნის ჩაძირვა სხვების ომსა და რუსულ წუნწუხში. მეგობარ აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაფუჭებას ქართული ოცნება სხვა მიზეზითაც არ ერიდება. წარმოიდგინეთ, მარეგულირებელმა კომისიამ და მთავრობამ სპეციალურად შეიმუშავეს, ხოლო პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა კანონი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს საქართველოდან გააძევოს უმსხვილესი აზერბაიჯანელი ინვესტორი, რომელმაც კანონიერად შეიძინა სტრატეგიული ობიექტის წილი და ჩვენს ქვეყანაში მასშტაბური პროექტის განხორციელებასაც გეგმავს. ხელისუფლებამ სპეციალურად მის გასაძევებლად შექმნა ახალი კანონი. საუბარია კავკაზუს ონლაინის ოპტიკურ ბოჭკოვან კაბელზე, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე დევს და პირდაპირ გვაკავშირებს დასავლეთთან და მსოფლიოსთან. ინტერნეტ ინფორმაცია, რომელსაც თქვენ ყოველდღე მოიხმართ, სწორედ ამ კაბელის გავლით შემოდის ჩვენთან. ამ კაბელის 49% აზერბაიჯანელმა ინვესტორმა შეიძინა, რომელიც აპირებს საქართველოს, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ჰაბად აქციოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. და მოულოდნელად, სწორედ ამ მომენტში სცენაზე გამოდის მარეგულირებელი კომისია, რომელიც მოითხოვს, რომ ინვესტორმა დათმოს კანონიერად შეძენილი წილები და დაივიწყოს დაგეგმილი პროექტები, დააბრუნოს უკან წილები, რომელიც შეიძინა. ხდება ზუსტად ის, რაც მოხდა ანაკლეი სპორტის შემთხვევაში. როგორც ანაკლეი სპორტი ჩაშალა ქართულმა ოცნებამ რუსეთის სასარგებლოდ, იმისთვის, რომ ჩვენ არ გვქონოდა წყალზე დამოუკიდებელი კავშირი დასავლეთთან, ახლა იგივე შვება წყალქვეშაც და საბოლოოდ ჩვენი დამოუკიდებელი ინტერნეტ კავშირის კაბელსაც, როგორც ჩანს, რუსეთს ჩაუგდებს ხელში. ასე მოგვაქცევს ბიზინა ივანიშვილი ნელ-ნელა სრულ იზოლაციაში. დავრჩებით ჩახუტებულები მხოლოდ ჩვენს დიდ მეგობართან, რუსეთთან. პლანეტა დედამიწაზე ახლა საქართველო ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილია სამყაროს ერთი ადგილიდან მეორესთან სწრაფად და უსაფრთხოდ დასაკავშირებლად. ევროპიდან შავი ზღვის გავლით საქართველოზე, საქართველოდან კი აზერბაიჯანის გავლით ჩინეთსა და ინდოეთზე 21 საუკუნის საკომუნიკაციო მარშრუტი ციფრული აბრეშუმის გზა უნდა გავიდეს. უпростоრად უნდა გასულიყო, რადგან ბიძინა ივანიშვილის საცეცების ქვეშ მოქცეულმა პარლამენტმა და კომუნიკაციების კომისიამ ეს გზა დაბლოკა. სამუდამოდ თუ დროებით ეს შემოდგომაზე გადაწყდება. საქართველოში გაკეთდეს მონაცემთა გაცვლის ცენტრი, ინტერნეტი, რასაც ჩვენ ინტერნეტს ვეძახით, სერვერები Amazon-ის, Facebook-ის, Google-ის, თუ გნებავთ TikTok-ის, აბსოლუტურად ყველასი, საიდანაც ჩვენ ამ ინფორმაციას ვიღებთ და ჩამოგვაქვს საქართველოშიც და ხო და აი ხო, საინვესტიციო პროექტი თავის თავში ითვალისწინებს სწორედ აი ეს ფრანკფურტში ან ამსტერდამში არსებული მონაცემთა გაცვლის ცენტრის კი ხაბი. რეზო კოპალაძე საქართველოში ტელეკომუნიკაციების ბიზნესის ერთ-ერთი ლიდერის, კავკასუს ონლაინის გენერალური დირექტორია. ის გვიყვება, რომ საქართველოში უმსხვილესი საერთაშორისო კომპანია Nexol Holding-ის შემოსვლით ტელეკომუნიკაციებში რევოლუცია იგეგმებოდა. ჩაიდებოდა ასობით მილიონის ინვესტიცია და შეიქმნებოდა მონაცემების გაცვლითი ისეთივე ბაზა, როგორიც ევროპაში მხოლოდ გერმანიასა და ბულგარეთს აქვს. ამ გლობალური ისტორიის მთავარი გმირი საქართველოში კავკასუს ონლაინია, რადგან სწორედ ის ფლობს მრავალ კილომეტრიან მაღალი ხარისხის ციფრულ დაცულ კაბელს შავი ზღვის ფსკერზე, რომელსაც საქართველოში ინტერნეტი ევროპიდან შემოაქვს.
ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი, რომელიც ევროპიდან საქართველოში მოდის. აბრეშუმის ციფრული გზის განხორციელების შემთხვევაში გაივლის აზერბაიჯანს, გაგრძელდება კასპიის ზღვის ფსკერზე და შეუერთდება ინფრასტრუქტურას ყაზახეთში, რითაც ერთმანეთს შანხაი და ფრანკფურტი დაუკავშირდება. გარდა ჩინეთისა, ტრანსკასპიური პროექტი საშუალებას იძლევა, რომ ინტერნეტი შუა აზიასა და ინდოეთშიც გაიყიდოს. ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის ნაწილი სამხრეთ კავკასია, მთავარი კვანძი კი საქართველო იქნება. ეს კაბელი არის ფაქტურად ერთადერთი გზა, რომელიც საქართველოს აკავშირებს ევროპას და კომუნიკაციის სფეროში და რომელიც არ გადის პირდაპირ რუსეთს. შესაბამისად, აქედან გამავალი ინფორმაციაზე რუსეთს პირდაპირ ხელი არ მიუწვდება. ოფშორებში რეგისტრირებული აზერბაიჯანული ნექსოლი უმსხვილესი ენერგო და სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგია. მის მფლობელობაში 7 დიდი კომპანია შედის. აზერსელის და ბაქსელის მეპატრონემ უკრაინაში ვოდაფონი შეიძინა. ახლა მას სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გლობალური პროექტის განსახორციელებლად საქართველოს და კავკასუსის ინფრასტრუქტურა დასჭირდა. პროექტი კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსულ ინტერესებს. ახლანდელი მდგომარეობით ჩინეთი ევროპასთან ინტერნეტ კავშირისთვის მნიშვნელოვანი მოცულობით იყენებს რუსეთის სახმელეთო სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანელმა ინვესტორმა ნასიმ ხასიმოვმა კავკასუს ონლაინის ერთ-ერთი მფლობელი კომპანიის 59%-იანი წილი შეისყიდა, ეს ფაქტი საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის გახდა ცნობილი. ცნობილი გახდა ბიძინა ივანიშვილისთვისაც. მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ბატონი ბექაური, როგორც შიგნიდან ვიცით, თქვათ, ემოციურად შეხვდა ამ ამბავს, ანუ ქცევა დაკარგა ესე რომ ვთქვათ და კინებით და ყვირილით და ასე შემდეგ მოითხოვა რომ ეს ყველაფერი დაბრუნებულიყო პირვანდელ მდგომარეობაში. ეხლა მარეგულირებელი რომ ივანიშვილის ნებართვის გარეშე ესეთ მკვეთრ მოძრაობებს არ გააკეთებ და მე მგონი ეს ბავშვაც კი ესმის, ამიტომ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ივანიშვილისგან მოდის. ეხლა ჩვენ შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რატო აკეთებს ამას ივანიშვილი, იმიტომ რომ რაღაც ეკონომიკური ინტერესი აქვს ამ პროექტის მიმართ, თუ მაგალითად ვარაუდის სახით, იმიტომ რომ თქვათ რუსეთს არ მოწონს ეს პროექტი. ის ვისაც რუსეთის გვერდის ავლით უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პროექტის განხორციელება არ სურდა, გადაწყვიტა რომ ციფრული აბრეშუმის გზის გასაწყვეტად სპეციალური კანონი მოეფიქრებინა და კანონიერად განახორციელებინა საქართველოსთან უმსხვილესი ინვესტორის გაგდება და პუტინის გეგმა ერთდროულად. ამიტომ კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე დღეში დაამტკიცა. პარლამენტი ამ პარლამენტმა მუშაობა დაამთავრა და სწორედ ბოლო დღეს მოინდომეს მსგავსი გაწყვეტილების გატანა. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაცამ ძალიან დააჩქარა ეს ვიღაცის ინტერესში იყო და საქართველოში ვიღაცა არის ერთი ვიღაცა. ივანიშვილის გარეშე შეუძლებელია ამ გადაწყვეტილების მიღება. კანონის მთავარი მიზანია კავკასუს ონლაინის პროექტების გაკოტრება და მისი ინვესტორების ქვეყნიდან გაგდება. მაგრამ ის თანაბრად შეეხო ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანაში ამ ბიზნესში ოპერირებს. ასე აღმოჩნდნენ ერთ მხარეს კომპანია მაგთის მფლობელი გია ჯოხტაბერიძე და გიგა ბოკერია. იმედი ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს წევრი ირაკლი რუხაძე და მთავარი არქის იურისტი თამთა მურადაშვილი. ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი და Silk Road ჯგუფის მფლობელი გიორგი რამიშვილი. სიგიჟე კრეტინიზმია, მე ხალ მეორე კრეტინიზმს გეტყვი. დამისახელეთ მყიდველი, რომელიც გადაიხდის $5 მეტ ჩვენ წელში. თუ არა დაკავშირებული ამ თავრობასთან, ან არის შენია საქართველოს სასამართლოსი. რამდენი ოპტიკური კაბელი შემოდის საქართველოში? დამოუკიდებელი. ბევრი, 3, 4. რა 3, 4, 14. კომისიის თავმჯდომარემ არ იცი 3, 4-ია თუ 14-ია საქართველოში. გია ჯოხტაბერიძის მიერ ჩატარებული გამოცდა კახაბექაურმა დარგობრივი ეკონომიკის ხდომაზე ვერ ჩააბარა. მან ზუსტად ვერც ის ახსნა, რატომ აჩქარებდნენ კანონ პროექტის მიღებას და ვერც დეპუტატებს უპასუხა, ვის რატომ აწყობდა ეს პროექტი. და ეხლა თქვენ გინდათ რომ ჩვენ აქ ერთი ვარიანტი რომ პარტიული დავალებით მისცეს უმრავლესობამ ხვა პირდაპირ გეუბნებით, მეორე სხვა პრობლემა დგას არაგაცხადებული როგორც ჩანს და ამაზე ლაპარაკი თქვენ არ გინდათ და სხვა რაღაცას გვახვევთ თავს ეხლა და პარლამენტი შეგხავთ ისეთი კანონ პროექტის განხილვაში, რომელიც უკავშირდება კიდევ ერთხელ ვამბობ კერძო საკუთრების ხელყოფას. კანონში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ ცვლილებების მიხედვით კომისიას მიენიჭა უფლება ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ტელეკომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიებში წარადგინოს სპეციალური დროებითი მმართველი, რომელსაც განუსაზღვრელი ძალაუფლება ექნება და მათ გადაწყვეტილებას სასამართლოში გასაჩივრად
საჩივრებაც არ შეაჩერებს. ჩვენ უფრო შემოგვაქვს უფრო მსუბუქი ინსტრუმენტი, რომ არ გაუჩეროთ ლიცენზია და არ ჩამოვართვათ ავტორიზაცია, თუ კანონის დარღვევას თავს არ ანებებს, რომ დავიცვათ მომხმარებელი ჩვენ გქონდეს დროებითი მმართველის შეყვანის უფლება, რომ აღვასრულებინოთ ის გადაწყვეტილება, რომელსაც ის ასრულებს. დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, სასამართლო დავები შეიძლება გაგრძელდეს 2 წელი, 3 წელი და ამასობაში ფერქავი რასაც უნდა აკეთებს. და დაუშვათ 3 წლის მერე მოიგე, ხო? კომპანიისგან შეიძლება არაფერი აღარ დარჩეს აბსოლუტურად და მერე მოიგე და იყავი. გამოუსწორებელი ზიანი შეიძლება მიადგეს და იქ ეწერა რომ ზიანს აანაზღაურებს და ვინ აანაზღაურებს. აქ მილიონებიან ბიზნესებზე ლაპარაკი და უკაცრავად ბექაურის გაფუჭებული საქმეები მე სახელმწიფომ უნდა ანაზღაუროს. როდესაც დროებითი მართველი შედის უკვე მენეჯმენტში, იქ უკვე манипуლირების საკმაოდ დიდი სივრცე არის, ამიტომ არ ვიცით რისგან ვართ დაზღვაულები. აი მაგალითად თქვა თუ შევლენ მაგთიკომში დროების სპეციალურ მმართველს, თუ მოუნდება მაგალითად შეიძლება შეგვიქმნას ხელოვნური ბარიერები, თუნდაც ხარისხი დავარდეს, თუნდაც რაღაც უარი გვითხრას სერვისების გაწევაზე და მათ აბონენტებს, მაგთის აბონენტებს მაგალითად შეეზღუდოთ თქვა თავარი არხის ყურება. ბიზნესმენებმა, რომლებიც ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ 8 წლის მანძილზე კეთილგანწყობით გამოირჩეოდნენ, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს არაფერი დააკრეს სიტყვიერად. ჯოხტაბერიძემ კახაბექაურს უზურპატორი უწოდა. მისი წყალობით ქვეყნიდან გაქცეული სხვა მსხვილი ინვესტორების სახელებით შეახსენა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც თქვენ ბრძანდებით თავმჯდომარე ხაზს უსვამ, ორმა უდიდესმა ტრანსატლანტიკურმა კომპანიამ მიატოვა საქართველოს და წავიდა ჩვენგან. აი როგორც იქცევით, აი ამის შედეგად მივიღეთ ეს. რატომ მივიღეთ? იცით ამის შედეგად? რომ აღარ უნდა ხალხს ინვესტირების გაკეთება საკუთარ. 2 უდიდესი კომპანია, ერთი რომელიც შეიძინა სილკნე და კიდე კარგი ჯგუფი აღმოჩნდა ქართული ისეთი რომელიც შეიძინა. მეორე კომპანიას უნდა გასვლა ბილაის აქედან, იმიტომ რომ თქვენი მუშაობის შედეგად აღარ უნდა აქ ყოფნა. რისთვის ჭირდება მას ეს ძალაუფლება რა? უზურპატორია რა, ნატურალური უზურპატორი. რაც მოხდა, აქ არის ის რომ იცინე კაცო რა. ესე იგი მოახერხა ის ამბავი რომ წარმოგიდგენიათ, ტელია სონერა და მეტრომედია გავიდა, აღარ გვინდაო. აბრეშუმის გზის ციფრული პროექტის შესახებ ჩვენთან თავისი პოზიცია დააფიქსირა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილ მამოადგილე მეთიუ ბრაიზამ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ქმედებები მხოლოდ კავკასიის ონლაინის წინააღმდეგ არის მიმართული, რადგან ასევე გავიგე, რომ სხვა ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანიებიც აპროტესტებენ. ისინი ნერვიულობენ, რადგან სადაც ხელისუფლებამ ერთხელ უკვე დაიწყო ინტერნეტ სივრცეში ჩარევა, მათი თავისუფლება შეილახება. გეტყვით, რომ ვნერვიულობ საქართველოს, რადგან ადამიანები ვაშინგტონში აღმასრულებელ ხელისუფლებაში და ტრამპის ადმინისტრაციაში ამაზე იფიქრებენ. ასევე კონგრესის ინტერპრეტირებული იქნება, როგორც ინტერნეტ სივრცეში შესაძლო ჩარევა. პარლამენტში მსჯელობის პროცესში მთავრობა იძულებული გახდა კანონ პროექტში შერბილებაზე წასულიყო და ცვლილებებით შეეტანა, მაგრამ მას კავკასიის ონლაინისთვის შეღავათი არ მოუტანია. მიუხედავად იმისა, რომ ქონების რეალიზაციის უფლება წაერთვა სპეციალურ მმართველს, ჩვენი აღქმით და ინტერპრეტაციით გარკვეული თვალსაზრისით კანონი გაუარესდა, იმიტომ რომ ამ უფლებამოსილებებით უვადოთ სპეციალური მმართველი ნიშნავს არც გენერალურ დირექტორს ახალს, არც დირექტორთა საბჭოს. კი, არც კომპანიის განვითარებას წასახს, მაგრამ ნიშნავს ახალ მესაკუთრეს. თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნეს სკოლის დეკანი გიგა ბედინაიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ რუსეთს ძალიან არ უნდა, რომ ეს ტრანსკასპიური პროექტი განხორციელდეს. მისივე შეფასებით ეს რუსეთისთვის დაახლოებით იმ მნიშვნელობის საკითხია, როგორიც იყო ბაქო-თბილისი ჯეიჰანის პროექტი და ანაკლიის პორტი. დღეს მაგალითად ჩინეთიდან მონაცემთა ტრაფიკი დიდი ნაწილი რუსეთის გავლით მიდის ევროპაში, რაღაც ოკეანის გავლით მიდის, რაღაცა რუსეთის გავლით მიდის და ეს პროექტი თუ განხორციელდა კავკასიის ონლაინის და აზერბაიჯანელების პროექტი ჩინეთიდან ევროპაში, ამ ტრაფიკის რაღაც ნაწილს წამოიღებს აქეთ. რუსებს ტრაფიკი დააკლდებათ. ისევე როგორც რუსეთს ძალიან არ უნდოდა მაგალითად ბაქო-თბილისი ჯეიჰანის პროექტის განხორციელება, ანაკლია თავისთავად.
სანამ სიტყვის თავისუფლების დამცველები იმაზე მსჯელობდნენ, რომ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონ პროექტს კომისია წინასაარჩევნოდ ოპოზიციურად განწყობილი მედიის წინააღმდეგ გამოიყენებს, თანდათან ყველა მიხვდა, რომ ეს პრობლემის მხოლოდ ერთი მცირე ნაწილია. კიდევ უფრო დიდი პრობლემა კი რუსული ინტერესები. პროექტის განხორციელება რუსეთის გეოპოლიტიკურ მიზნებს ეწინააღმდეგება. ტრანსკასპიური პროექტი, რომლის საშუალებითაც ჩინეთი სამხრეთ კავკასიის გავლით ევროპას ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელებით დაუკავშირდება, რუსული გიგანტი კომპანიების ინტერესებს მნიშვნელოვნად აზიანებს. რადგან ისინი აღარ იქნებიან ჩინეთის ევროპასთან დამაკავშირებელი ერთადერთი სახმელეთო რგოლები. რუსეთის მთავარი დასაყრდენი საქართველოში ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება არც მეზობელ და მეგობარ აზერბაიჯანთან ურთიერთობების გამწვავებას მოერიდა და ახალი კანონ პროექტით საქართველოდან უმსხვილესი აზერბაიჯანელი ინვესტორის გასაგდებად ყველაფერზე წავიდა. ასე მოუკლა ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთი გლობალური პერსპექტივა. პლანეტა დედამიწაზე, სადაც საქართველოს შესაძლოა მნიშვნელოვანი წერტილი გახდეს ერთი ადგილიდან მეორესთან სწრაფად და უსაფრთხოდ დასაკავშირებლად ციფრული აბრეშუმის გზით. კონკრეტულად პოსტფაქტუმს მე გიორგი გაბუნია ვარ. რამდენი ხანია არ გვილაპარაკია კორონაზე? ახლა ვილაპარაკოთ. ძალიან ბევრი ადამიანი სვამს კითხვას, რამდენად რეალურია ოფიციალური მონაცემები? მართლა იზრდება ბოლო დროს დაავადებულთა რაოდენობა, თუ ხელისუფლება გვატყუებს? რამე წინასაარჩევნო მაქინაციასთან ხომ არ გვაქვს საქმე? ეს ბუნებრივი შიშია და გასაგებია ხალხს. არ უნდა, იმდენად არ უნდა და აღარ შეუძლია საგანგებო მდგომარეობის ხელახლა წარმოდგენაც კი, რომ ძალიან უნდა, რომ ოფიციალური ციფრები უბრალოდ სიცრუე იყოს და არ იყოს სიმართლე. მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ ადამიანებს ასე ადვილად შეუძლიათ ეჭვი შეიტანონ ხელისუფლების კეთილსინდისიერებაში, გვაჩვენებს იმას, რამხელა უნდობლობაა ქართული ოცნების მიმართ დაგროვილი. როდესაც ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატთა წარდგენაზე მაინც კოვიდთან მებრძოლ მთავარ ექიმებს დაინახავ, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაგიბყარდება ეჭვი, რომ კორონას თემას ხელისუფლება წინასაარჩევნოდ იყენებს და გამოიყენებს. ამას ემატება აბსურდული გადაწყვეტილებები, რომლებიც ისედაც ნერვებს დაგლეჯილ მოსახლეობას დამატებით ტვირთად აწვება. მაგალითად, ხელისუფლებამ ეგრეთ წოდებულ მწვანე ქვეყნებად გამოაცხადა რამდენიმე სახელმწიფო, რაც იმას ნიშნავს, რომ იქიდან შემოსულ ტურისტებს უცხოელებს ფაქტობრივად პირდაპირ შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა. საკმარისია ტესტი ჰქონდეთ გაკეთებული, რომ კორონა არ სჭირთ. არანაირ ორკვირიან კარანტინში ჯდომა მათ არ სჭირდებათ, მაგრამ დააკვირდით. იგივე ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქე თუ ჩამოვა, ის ორკვირიან საკარანტინო პატიმრობაში უნდა გადავიდეს. ტესტიც რომ გქონდეთ გაკეთებული და სრულიად ჯანმრთელი იყოთ, მაინც. მაგალითად, აი დააკვირდით აბსურდს. გერმანიიდან წარმოვიდგინოთ ერთად რომ ჩამოვიდნენ გერმანელი და მისი ქართველი ქმარი, რომელიც წლებია თავის ცოლთან ერთად იქ ცხოვრობს. გერმანელს უპრობლემოდ შემოუშვებენ ქვეყანაში, მაგრამ მის ქართველ მეუღლეს ორკვირიან კარანტინში გაუშვებენ. რატომ? სად არის რაიმე ჯანსაღი ლოგიკა? უცხოელებს რომ კომფორტს უქმნით, კარგია, მაგრამ თქვენივე მოქალაქეებმა რა დაგიშავეთ? რატომ გვაწვალებთ ტყუილად? ეს ზუსტად ისეთივე წესია ცოლქმრის მანქანაში გვერდიგვერდ ჯდომა რომ არ შეიძლებოდა წინა სავარძლებზე. წინაღამეს ლოგინში კი ერთად ვიწექით, მაგრამ მანქანაში არ შეიძლება. იგივე ხდება ახლა ქვეყნის საზღვარზეც. მაია ლომიძემ დაუკავშირდა საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს, რომლებიც სწორედ ამ ძალით გამოგონილ პრობლემას აწყდებიან. საქართველოს სტუდენტები დღეს ვაპროტესტებთ საქართველოს მთავრობის მიერ ჩვენი აზრით რეგულაციას, რომელიც ხელხაზებზე უშედეგო რეკვებისა და უპასუხო იმეილების შემდეგ ქართველმა სტუდენტებმა გადაწყვიტეს საქართველოს მთავრობისთვის ხმა ასე მაინც მიეწვდინათ საპროტესტო აქციით ფრანკფურტში. ქალაქის მთავარ მოედანზე შეკრებილებმა დისკრიმინაციული კარანტინი გააპროტესტეს, რის გამოც ისინი მთელი წლის ნანატრ შვებულებებსა და არდადეგებს სამშობლოში ვერ გაატარებენ. შინ დაბრუნება ზოგი მხოლოდ 3 კვირით, ზოგი კი ნაკლები ვადით აპირებდა. 14 დღიანმა კარანტინმა კი მათ მოგზაურობას აზრი დაუკარგა. საქართველოს საზღვარი 5 მწვანე ქვეყანას გაუხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დაუბრკოლებლად მოგზაურობა შეუძლიათ ამ ქვეყნის მოქალაქეებს ან ადამიანებს გერმანიაში, საფრანგეთში, ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში მუდმივი ცხოვრების უფლებით. იმავე ქვეყნის სტუდენტებს კი, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა აქვს, უკან დაბრუნებულებს ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.
რატომ არ დაუშვა მთავრობამ იმას, რომ შეიძლებოდა ჩვენ ეს COVID ტესტი გავუკეთებია და კარანტინის გარეშე გაგვევლოდა აგონტკიცებინა სასურს და სრულიად ჩამოთვალებოდა COVID თავისუფლები, მოკლედ რომ ვთქვათ. მარიამ სხვა სტუდენტებივით უკვე არაერთი ბილეთი გაუუქმდა. იაფი ფრენის გაუქმების შემდეგ კი საერთოდ ცხოვრება გაურთულდა. ის 4 წელია ფრანკფურტში ცხოვრობს, სწავლობს და მუშაობს მედიცინის სფეროში, ამიტომ COVID ტესტებს ხშირად იკეთებს. მისთვის გაუგებარია, რატომ არ არის საკმარისი კარანტინის მოთხოვნის გაუქმებისთვის მისი PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, თუ კი გერმანელისთვის საზღვარი უპირობო დღეაა. თანასწორობის და დისკრიმინაციის შეგრძნება მაქვს, იმიტომ რომ მე საქართველოს მოქალაქეს მეუბნება ჩემი მთავრობა, რომ მე წარმოადგენ საფრთხეს, მე არ მაქვს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მე ბევრი ნაცისავ ვიყავ საქართველოში და შეიძლება ამის გამო ბევრი ადამიანი მოვინახულა და საფრთხის შემქმნელი გამოვდივარ, მაგრამ ვერ დავაჯერებ მთავრობა იმას, რომ ჩვეულებრივი ტურისტი და ვიზიტორი იგივე გერმანელი მაგალითად მეტი პასუხისმგებლობით გამოირჩევა და ის სახლში იჯდება და არ მოინახულებს ცემსა და რეგიონებს. აქედან გამომდინარე, მართლა ძალიან შეურაცხყოფილია ეს ყოფილი ჩვენთვის ქართველებისთვის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შემთხვევაში ზუსტად განმაპირობებები იმისთვის, რომ ჩამოვიდეს ტურისტი საქართველოში და ხშირად ჩვენ ვაცნობ ჩვენს ქვეყანას ტურისტებს და უცხოელებს და ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვართ კავშირი ჩვენს ქვეყანასა და უცხო ქვეყანებს შორის და ჩვენ გვეუბნებია, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება ოჯახში დაბრუნების. ეს ხო რა თქმა უნდა შეურაცხყოფელია, არ მესმის, არ მეგულება ადამიანი, რომელსაც შეიძლება პროტესტის გრძნობა არ გაუჩნდეს. როდესაც ქვეყანა გვეუბნება, რომ არის გერმანია, მაგალითად, მწვანე ქვეყანა, ანუ გერმანიაში მაცხოვრებელი ადამიანი არ არის ვირუსის ჩამოტანის წყარო, არც მე არ უნდა წარმოვადგენდე მაგას. თუ მეც ამ ქვეყნის მაცხოვრებელი ვარ. არ აქვს მნიშვნელობა მე მაქვს თუ არა მუდმივი ბინადრობის უფლება. მე ამ ქვეყანაში უკვე 5 წელია ვცხოვრობ და აგერ უკვე მეხუთე თვეა არ გავსულ ვარ საერთოდ ქალაქიდან. ამიტომ რაღაცნაირად გვინდა ეს ვთქვათ, რომ თანახმავართ ნებისმიერ თანამშრომლობაზე, თანახმავართ იმაზე, რომ ვიმუშაოთ ამ ორგანოებთან, ვინც არის პასუხისმგებელი ამ ვირუსზე და ტესტირებებზე, რადგან ჩვენი მხრიდან არ მოხდეს ტესტის ან ფალსიფიკაცია, ან რა ვიცი, ვირუსის გაპარვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ყველა სხვა ალტერნატივა მისაღებია, მაგრამ ეს კარანტინი რა ვიცი, თან რაღაცნაირად გავსწრდა, რომ თითქოს ეს კარანტინი ჩვენივე ხარჯებით უნდა გადავიხადოთ კარანტინის საფასური, თითქოს ის, რომ თვითიზოლაციის მოთხოვნა შეუძლიათ მხოლოდ ადამიანებს, რომლებსაც რა ვიცი, რაღაც განსაკუთრებული გარემოებები აქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამ კითხვებზეც არ არსებობს პასუხები. არ არსებობს ორგანო, სადაც დავრეკავთ და გვეტყვიან, ვიხდით ჩვენ კარანტინის საფასურს. ან შეიძლება თუ არა თვითიზოლაცია მოვითხოვოთ ადამიანებმა, რომლებსაც გვაქვს იმის საშუალება, რომ ცალკე ვიცხოვროთ და ცალკე განცალკევებულები ვიყოთ ჩვენი ენათესავებისგან. კარანტინის ხარჯებს საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყნის ბიუჯეტი გაიღებს. რაც შეეხება თვითიზოლაციას, ეს შესაძლებელია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც ცნობით დასტურდება. თუ კი თქვენ მოინდომებთ დაადგინოთ, რას გულისხმობენ ამ პირობაში და ოფიციალური წერილით მიმართავთ შესაბამის უწყებებს, ასეთ პასუხს მიიღებთ. ოფიციალური წერილი მივწერე იმ ცენტრს, რომელიც განაგებს ამ ყველაფერს, მაგრამ რასაკვირველი პასუხი არ მომსვლი. ინფორმაციის მისაღებად საქართველოს მოქალაქეს მეტი ძალისხმევა მართებს ნამდვილი ინტერნეტ სერფინგი, რომელიც ბოლოს ასეთ პასუხამდე მიიყვანს. თვითიზოლაციაში მოთავსება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ახლახან ოპერაცია ან რთული სამედიცინო მანიპულაციები ჩაიტარეთ, თუ არასრულწლოვანი ან შეშმ პირი ხართ, ან თუ კი რაიმე განსაკუთრებული პირობების დადასტურება შეგიძლიათ. იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ თვითიზოლაციის პირობები, სრულიად უსამართლო მგონია, რომ არ მისცენ საკუთარი სახლებით და საკუთარი საცხოვრებლით სარგებლობის უფლება, რაც მაგალითად ჩემი შემთხვევაა, ხო? რომ მე შემიძლია ჩემს ორ შვილთან ერთად ჩამოვიდე და ვიცხოვრო ჩემს ბინაში, რომელშიც არავინ არ არის, ცარიელია ის ბინა. და ამ თვითიზოლაციას თუ ამისი მოთხოვნა იქნებოდა, ვთქვათ, სახლში გავატარებდით უფრო მშობლიურ გარემოში და სახელმწიფოსაც უსამართლო მგონია პიროვნების მიმართ და ასევე სახელმწიფოს მიმართ, იმიტომ რომ ეს ხო სახელმწიფო ხარჯით ხდება ყველაფერი, სასტუმრო, კვება, ყველაფერი. და რეალურად ამის უფლება ჩვენ წართმეული გვაქვს, ხო, რომ ჩამოვიდეთ და ვიყოთ ჩვენ სახლში და ის რეგულაციები შევასრულოთ, რასაც მოითხოვს მთავრობა. ვერ ჩამოვდივარ და რომ ჩამოსულიყავი ამ ჩემი 14 დღე სადღაც გამოკეტვა ციხეში ნამდვილად არ მინდოდა.
დირიჟორი ილია ინაიშვილი 12 წელია კიევში ცხოვრობს. კიევის კონსერვატორიის პედაგოგი თბილისში ყოველ ზაფხულს ჩამოდიოდა. ახლა კი ვერ იგებს, თუ კი საქართველოს ნებას რთავს საქმიანი ვიზიტით ჩამოსულებს 72 საათში ერთხელ ჩაიტარონ PCR ტესტირება და 100 აირიდონ თავიდან 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი, რატომ არ აქვს იგივე პრივილეგიები მას? მე აქაც შემეძლო გამეკეთებინა და ჩამომეტანა, ანუ ისე გამეთვალა, რომ ჩემ ჩამოსვლის დროს ზუსტად მოქმედი ყოფილიყო ეს ტესტი. ან შემეძლო მანდაც ადგილზე, როგორც მე ვიცი, გახსნეს ეგ სტრაფი ტესტის პუნქტი თუ რა ქვია, ზუსტად არ ვიცი. მზად ვიყავი გამეკეთებინა. გამოკეტილი რო იქნები ვერსად რო ვერ გახვალ, საჭმელს რომ კარებთან მოგიტანენ. ანუ მე არ ვთვლი რომ ეგ დასვენება. ვთვლი რომ ციხის აი კარგი ფორმა ციხის თუ ასე შეიძლება ითქვა. ეხლა შეიძლება ვერ გაიგოთ ხო ადგილზე ვინც ცხოვრობთ, მაცხოვრებლებმა რას ნიშნავს ემიგრანტისთვის ეხლა საქართველოში თუნდაც 2 კვირით ჩამოსვლა. მე პირადად 3 დღითაც ყოფილვარ, საქართველოში. ხო და როგორ შეიძლება ხო შეზღუდო 2 კვირა კარანტინში გაამწევსო, აი ვერ ჩამოვალ ფიზიკურად, ხო? და გამოდის რომ ეხლა ჩვენ გბლოკავენ, ემიგრანტებს, ესეთი წარმოდგენა შემექმნა რა. ემიგრანტები და ადამიანები, ვინც ბოლო პერიოდშიც მოგზაურობენ, ვერ ასახელებენ ქვეყანას, რომელსაც მოგზაურები კარანტინში გადაჰყავს. ნინო გავაშელის მშობლები, 72 წლის მამა და 63 წლის დედა საქართველოდან შტატებში 1 კვირის წინ ჩაფრინდნენ. 72 საათი ადრე უმჯობესია გაიკეთო გამოფრენამდე, მე 24 საათით ადრე აიღეს ანალიზის, პასუხები იყო დამაკმაყოფილებელი, არ ქონდათ არც ერთ კოვიდი და ჩვეულებრივად, მაია შემოვიდნენ ერთი საზღვარი ქათარში, ხო? არა უპრობლემოდ. რა თქმა უნდა, პირბადი აუცილებელია, ხა რა წესებიც არის, უნდა დაემორჩილო და დაექვემდებარო. აქაც ესეა, ხო? ყველგან სადაც მივდივართ პირბადით. მაგრამ საერთო მდგომარეობა არის ძალიან ადვილი, მარტივი უფრო ადამიანებისთვის, ის არ გვეყო კაცო იზოლაციაში რაც ვიყავით, ხო? და შემოვიდნენ უპრობლემოდ. აი არანაირი JFK-ში, არანაირი კარანტინი. ესეთი რაღაც ჯერ არ ხდება. ჩემი ძმა 2 კვირის წინ ტექსასიდან ჩამოფრინდა, არც მას არაფერი კარანტინი, ტექსასი ერთი ზონაა კიდევ ისეთი, რომ სადაც ახლა ძალიან არის გავრცელებული, მაგრამ არანაირი კარანტინი, არავინ არ გაიძულებს, რომ წახვიდე, ჩაჯდე რაღაც არანაირად. ჯერ არ ყოფილა მსოფლიოში რეინფექციის მაგალითი. და ამის გამო ვფიქრობთ, რომ იმ ადამიანებს, რომელსაც გვაქვს ანტისხეულები, არ დავინფიცირდებით ამ დაავადებით. თერაპევტი ნინო მიმინოშვილი ნიუ-იორკში ამ ჰოსპიტალში მუშაობს. მაუნტ სინაის კლინიკაში 400-მდე კოვიდ ინფიცირებულს უმკურნალეს. ვირუსი აპრილში თვითონაც გადაიტანა. ახლა 6 თვის წინ დაგეგმილი შვებულება დაეწყო. ხელში ანტისხეულების ანალიზიც უჭირავს, რაც კოვიდზე უარყოფით ტესტზე გაცილებით საიმედო საბუთია, მაგრამ საქართველოში მაინც ვერ ბრუნდება. არ ვიცი რას ემსახურება საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება სიმართლე რო გითხრათ. ფაქტი ის არის, რომ ქართველი მოსახლეობის 1/3 ემიგრაციაშია. ეს ხალხი ყოველ წელს თუ არა, რამდენიმე წელიწადში ერთხელ მაინც ჩამოვდიოდით ჩვენს ქვეყანაში, დასასვენებლად თუ სხვა საქმიანი ვიზიტებით. მე აუცილებლობას წარმოადგენდა ჩემი წელ საქართველოში ჩამოსვლა, იმიტომ რომ იმ საქმეს რაც დავიწყე საქართველოში, აქ ვერ მიმთავრებენ. დროდის ჩამოვალ ახლა უკვე აღარ ვიცი, იმიტომ რომ ამ წუთში შვებულება მაქვს და სახში ვზივარ და მომავალ ამ დრომდე ალბათ არ მექნება და ფაქტიურად ძალიან გამოუვალ მდგომარეობაში ვარ. ვერ გეტყვით რას ემსახურება. ფაქტიურად გამოდის, რომ არის დისკრიმინაცია, იმიტომ თუ ევროპელებისთვის შეიძლება უცხოელებისთვის შესვლა საქართველოში, რატომ არ უნდა შეიძლებოდეს ჩვენთვის? თუ მონიტორინგი სრულად განხორციელდება ნორმალურად საერთაშორისო სტანდარტების დონეზე, საზღვარზე, მას ჩვენ რა დავაშავეთ? სიფრთხილეს თავი არ სკივა. სხვა განმარტებები ჩვენს რეგულაციებს არ აქვს. რა მარტივია გათვლების ნაცვლად ანდაზებითი ხელმძღვანელო. როგორი დაუდევრები გამოდგნენ ამერიკისა და ევროპის ქვეყნის ხელისუფლებები, რომლებმაც თავი აიტკივეს და ხალხური სიბრძნის ნაცვლად ციფრებით იხელმძღვანელეს, ეკონომიკის რისკებით და მთლად უარესი ადამიანების უფლებები გაითვალისწინეს საქართველოს მოქალაქეებს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ქართველებსაც სხვა ადამიანებივით მოექცნენ და საზღვრის კვეთის ნება დაუბრკოლებლად მისცეს. გადაცემის დასაწყისში ხომ ვამბობდი სიცოცხლეზე მინდა მეთქი საუბარი, ახლა გავაკეთებ ზუსტად ამას, ვიდრე გვარამია დაბრუნდებოდეს ისევ კრიმინალით და მძიმე თემებით.
მე ვილაპარაკებ სიცოცხლეზე. ჩვენი გადაცემის ბოლო გმირი საკუთარი ნებით გადასახლდა ქალაქიდან იქ, სადაც მისი მშობლები და წინაპრები ცხოვრობდნენ. ულამაზეს სოფელ ახატში, რომელიც უკვე ნასოფლარად არის სინამდვილეში ქცეული, თუმცა რამდენიმე ადამიანი იქ დღესაც სახლობს. ეს არის ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლის მიხა ხელაშვილის მშობლიური მხარე, სახალხო პოეტი და საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი პარტიზანი, სწორედ სოფელ ახატში დაიბადა. ნასოფლარი მთლიანად მოწყვეტილია გარესამყაროს. გზა იქ არ მიდის, ჩვენი გმირით ცხენებით გადაადგილდება და ეზიდება ტვირთებს. არ არის არც ელექტროგაყვანილობა, არც არასდროს ყოფილა, არც გაზი, არც წყალგაყვანილობა და ასე შემდეგ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ან შეიძლება სწორედ ასეთი რთული გამოწვევების გამო იზიდავს ეს ადგილი 24 წლის გიორგი თადიაოს, მომავალ იურისტს, რომელმაც პანდემიის გამო შეჩერებული სწავლისგან გამოთავისუფლებული დრო მშობლიურ ფესვებთან დასაბრუნებლად გამოიყენა. ფაქტია, რომ ის რეალიზებულად, სავსედ და ბედნიერად გრძნობს იქ თავს და ამით ძალიან კარგ მაგალითს აძლევს სხვა ახალგაზრდებსაც. მოდი. მოდი. ორი ცხენი ყავს ეს. ნიკორა და ციგანას ეძახი მეორის პრობლემები და მეგობრები. ამ ადგილს რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რაც თანდათან ჩამოყალიბდა ჩემში ბავშვობაში. მიჭირი ხოლმე საწყისში და წასული პარამეტრებზე ხარ და რო გადაავლი თავს შეხარ მარტო და აი სრულად თავისუფალი ხარ ამ შემთხვევაში. ახატში რის გამოც გადავწყვიტე დაბრუნება, ეს არის ის სიყვარული ჩემი კუთხის და ქვეყნის მიმართ, რაც ბავშვობიდან ალბათ თანდათან ჩემ და გაუაზრებლად ხვივდებოდა და სიმართლე გითხრა, მაგ მიზეზზე არც მიფიქრია, რომ აი რატომ მივდივარ, მიუხედავად ამისა, რომ ძალიან ბევრი სიძნელი არის და ვერც პაულო მაგაზე პასუხს. უბრალოდ აი ეს რაღაც შინაგანად მინდა რომ აქ ვიყო და აქ ძალიან ბედნიერი ვარ, ასე რომ თქვა და თითქოს რაღაც ჩემ ადგილს პოულობ. თავდაპირველად ცხოვრობდნენ აქ დედაჩემი და მამაჩემი, ორი კვირის ვიყავი, პირველად რა მომიყვანეს ზამთარში და ნუ გავიზარდე, სადღაც ესე 5 წლამდე ალბათ ზამთარ-ზაფხულ აქ ვიყავით ხოლმე და მე სკოლის გამო რო წავედი აქედან განათლების მისაღებად, მე მარტო ზაფხულობით ამოდიოდით ხოლმე რა აქ და ისე მოხდა მე რომ რაღაც მიზეზების გამო ნუ უგზოობის, უშუქობის და რაღაც პირობების გამო ვეღარ ვახერხებდი. მე რო გავიზარდე დატომაც მიზნა დავისახე რომ უნდა აღმედგინა როგორც შევძლებდი ისე რა, ამოსულიყავი მაინც და რაღაც ელემენტარულად გადამეხურა რითაც შევძლებდი და მეურნეობაც მომეძლიერებინა. თავიდან იდეის დონეზე მქონდა დაახლოებით ესე 2 წელი, იმიტომ რომ მე უნივერსიტეტში ჩავაბარე და სწავლის გამო ვეღარ ვახერხებდი. სამართალმცოდნეობაზე იურიდიულ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვსწავლობდა. ეხაც ისე მოხდა რომ თან ეს ვირუსი რო დაემთხვა და რაღაც სტატუსი შევაჩერებინა და უფრო ამას მოუტრიალდი. წელს ისე ვიყავი რომ მეთქი აღარ გადავდება არავითარ შემთხვევაში და როგორიც არის იქაურობა, უნდა ავიდე მეთქი და ესე ეტაპობრივად დავიწყო. აღარც სახურავი იყო, წყალი ჩამოდიოდა, სუსველი შიგნით დანაგვიანებული და ეხა ეტაპობრივად ვზიდა უკვე რაღაცებს, რაც საჭიროა იმყოფა ცხოვრებისთვის, ქვაბი, თებში ჩანგალი. სამანქანეგზიდან უკვე გვიწევს ხოლმე ცხენებით ამოტანა, რაც არ უნდა იყოს. ახადის აი ტერიტორიაზე აი ყველა ადგილას იყო პატარ-პატარა ისინი ესე რომ ვთქვათ დასახლებები და ერთ-ერთი არის აი აქაც სადღაც დაახლოებით ალბათ 10-15 ადამიანი ცხოვრობდა. ეხა რამოდენიმე ნასახლარი ცოტა ზევით არის, არ ჩანს და
ეს პატარ-პატარა დასახლებებით თლიანი სოფელი და ახადის თემი იქნებოდა აქ. ძალიან ბევრი ნასახლარი არის და ადრე ძალიან ბევრი ხალხი ცხოვრობდა აქ. რა გვიანობამდე კიდევ აი ჩემ პატარა რო ვიყავი, მახსოვს კიდევ რამოდენიმე დაახლოებით 5 ოჯახი იყო მუდმივი მაცხოვრებელი. მთავარი გზიდან ახადამდე არის დაახლოებით 3 კილომეტრი ესე. მიახლოებით, მაგრამ პადიომია და რთული გზა არის ასიარულოდ, მით უმეტეს დატვირთული როცა მოდიხარ და ცხენებით მაინც სირთულეს წარმოადგენს რა. ჩანს კიდეც როგორი ბილიკი არის, ფეხით არის სიარული ძალიან რთული. შეიძლება ზაფხულმა ისე არ გაიაროს, რაღაც არ გადავალეს ამ გზაზე და რომ მორჩი ერთ სახლის სიმებს ცოტა საქმეს, მე კარტოფილი დავთესე. დაახლოებით ესე 2-3 ტომა რა. ხო და შემოდგომისთვის კარგ დოლარს ველოდები დაახლოებით ესე 15-20 მეშოკი მაინც უნდა ამოვიღო და თუ ამინდება შეგვიწყო ხელი და ყველის მოგროვდება რაღაც ეხა მოთხოვნა არის ეხა რო იცი რომ თაში ყავს საქონელი და ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმია მიგოქვს ხოლმე მირეკავენ ჩამოქვს ხოლმე ეტაპობრივად ზიდავ და ყველიც და კარაქიც იქნება დამბალხაჭოც იქნება ალბათ შემოდგომისთვის და ახლა ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ტურისტული მიმართულებით. პირველად რო ამოდის ადამიანი, ბუნება ხდება თვალში, მისი განსაკუთრებულობა ალპურ ზონასთან შერწყმა, ხევები, პატარ-პატარა ნასოფლარები, რომელსაც პატარა ისტორიები აქვს, სალოცავები, თავისი შინაარსით. ყველაზე დიდი პრობლემა, როგორც აი ადამიანების დაბრუნების შემთხვევაში, ასევე ტურიზმის განვითარებაში არის უგზოობა რა. ცხეთამთიანეთის დუშეთის მუნიციპალიტეტში და შევიტანო მოთხოვნა გზასთან დაკავშირებით. ეს არის პეტიცია, რომელთაც მიმართავთ დუშეთის მუნიციპალიტეტს გზის გაჭრის შესახებ, რომ იქნება რამენაირად მოხერხდეს და გაგვიკეთონ გზა. დავიწყებ ხელმოწერების მოგროვებას, ვინც რეგისტრირებულია აქ ახალში და ასევე უკანაფშავში. შეიძლება ეხა 1 წელიწადში და 2 წელიწადში არ გაივსო საქმე მოსახლეობით, მაგრამ მაგალითია ჩემი აზრით საჭირო რა. ეხა სრულიად უცხო ადამიანებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მიწის შესყიდვაზე ან სახლის შესყიდვაზე აქ ცხოვრებაზე ან პატარა რაღაც ჩადგან და ერთმა ადამიანმა ის მოწერა, რომ აქ მინდა რომ სახლი გავყიდო და მან ავაშენო თუ არის შესაძლებლობა. გზისა და დენის პრობლემასთან ერთად არც კავშირგაბმულობა არ ყოფილა არასოდეს აქ და უინფორმაციობაში ვიყავით და მე მთისათემოქმედმა შარშან ზაფხულში დაიწყო უკვე ფშავრესურეთში ინტერნეტის ასე ვთქვათ გაყვანა და ანძების მონტაჟი და თლიანად თითქმის დაფარა ძალიან მოკლე ხანში და წელს ამოვიდნენ და მეც ახადიც ასე ვთქვათ მოაქციეს ამ დაფარვის ზონაში სხვა ცივილიზაციამ შემოაბიჯა რომელიც აუცილებელი არის მით უმეტეს ეს ადგილებში სადაც არავით არის სხვა კავშირი არ გაქვს გარესამყაროსთან ახაც მეწილად უფრო დიდი მნიშვნელობა იმიტომ აქვს ჩემი აზრით, რომ ახაჩი და ადგილა ზუსტად დაიბადა მიხა ხელაშვილი, რომელიც დაახლოებით 16 წლამდე იზრდებოდა ამ ადგილას. მის ლექსებში განსაკუთრებულად იგრძნობოდა ყოველთვის თავის ქვეყნის მიმართ სიყვარული და ტკივილი მარწუხების იმ რუსეთის დამყარო ანექსიის ტკივილი კი მათ შეეწირა 25 წლის ასაკში. ცოცხლე ჩიტივით გაგვიფრინდება. ზუსტად ისტორიის არცოდნა არის ყველაზე დიდი დანაშაული ჩემი აზრით ადამიანისთვის, იმიტომ რომ არიცი რა ღირებულებებით მოხვედი, ანუ რა იყო შენი წარსული, რითაც რა შეცდომა დაუშვა თქვა შენმა წინაპარმა და რა გააკეთა სწორად, რითაც შეგიძლია იხელმძღვანელო. მე აქ რო ამოვედი, რაღაც პატარა მიზანი მიღწეულად მიმაჩნია. ვიღაცისთვის შეიძლება წარმოუდგენელი იყოს და იფიქროს, რომ რა უნდა იქ და რა რის გულისთვის მიდის. მეტი სტიმული მომცა, მაგრამ რახან მე ეს შევძელი უკვე, ხო? შემიძლია რომ აქ რაღაც ის სახლიც ავაშენო, რომელიც მე წარმომიდგენია, როგორიც უნდა იყოს, ის ჩემი ოჯახიც აქ ყავდეს თქვა და იმ ზამთარშიც დავრჩე და გაუძლე რთულ პირობებს. გაგვიფრინდება ჩვენს ნასახლარზე ოდესღაც ბალახია ბინდება
იმასაც მოკლედული ბედნიერება ალბათ ის იქნება, რომ უკვე საკუთარი ოჯახი, მეუღლე და შვილები რო აქ ვეყოლება და ალბათ მე ვფიქრობ იმას, რომ შეიძლება ჩემი შვილებიც იგივე განიცადონ, რასაც მე მათ ასაკში განვიცდიდი და მე უფრო მეწოდინება ვთქვათ, აი როგორ უნდა მოვიქცე, როგორ უნდა მივუდგე, რა უნდა ვასწავლო, რომ უყვარდეთ ისევე და უფრო მეტად ვიდრე მე მიყვარდა და მე ვაფასებდი ამ კუთხეს. სხვა სარა წაუღიარა მაგარი ადამიანია, წარმატებას უსურვებთ გიორგის. ჩვენ დავასრულეთ და ახლა სამწუხაროდ ისევ მძიმე თემას უნდა დავუბრუნდეთ, ეს არის გიორგი შაქარაშვილის საქმე. ოღონდ არა ამ გადაცემაში, მთავარ აქცენტებში. ნიკა გვარამია თქვენ ხედავთ, კვირების განმავლობაში ფაქტობრივად ცდილობს, რომ პირდაპირ ეთერში თქვენს თვალწინ გახსნას ეს საქმე. იგივე მცდელობას ის გააგრძელებს დღესაც. ელისო კილაძესთან ერთად ისინი იყვნენ იმ ადგილზე, სადაც მოხდა თავდასხმა, სადაც მოხდა დანაშაული და მათ ძალიან ბევრი ახალი დეტალი აღმოაჩინეს, რომლის შესახებაც ახლა მოგიყვებიან. მე გემშვიდობებით, მიესალმეთ ნიკას და ელისოს.